არ მიწყობს საშუალებას და ხელს არ მაძლევს იმისას, რომ ავდგე და ყველგან გაუშვა ლაივი, ტვირთავ TikTok-იდან და მერე ვავრცელებ. ამიტომ თუ ვერ უყურებთ ბოლომდე და გაინტერესებთ ბატონი პაატას აზრი, შეგიძლიათ ადგეთ და ჩვეულებრივად მერე YouTube-ზე უყუროთ სრულად. ბატონო პაატა, მოდი მსოფლიოდან დავიწყოთ და შიდა პოლიტიკისთვის უფრო მეტი დრო დავიტოვოთ, იმიტომ რომ კავკასიაში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. მე ვუყურე თქვენს პარასკევის გადაცემას. აი მაკედან დავიწყოთ. კი, აი მანდ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო, იქ იყო რაღაც პოლუსები, რაც ჩავიჭირე, რაც ჩავინიშნე, რაზეც მინდოდა რომ გესაუბრათ და მინდა საზოგადოებას უთხრათ თქვენი აზრი და პოზიცია, რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზეც, ამაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. კიდეა ბატონო პაატას სამწუხაროდ შემორჩენილი კატეგორია, ვინც თვლის, რომ უკრაინა იმარჯვებს და თელია არის კი ბატონო პაატა დამერწმუნეთ არის ეგეთი სექტა შემორჩენილი. ამ თემაზე, აი ეს თემა მინდა კარგად განავრცოთ, მერე გადავიდეთ ბევრად უფრო ცხელი, რაც არის ამ სიტუაციაში ირანის ამბავზე. ირანზე ვერ გავექცევით და მერე მთლიანად გადმოვიდეთ საქართველოზე. ამ დროს, ამ მოცემულობაში, დღევანდელი დროის მოცემულობა რო ავიღოთ, რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, რა განცხადებებია და თქვენ როგორი ანალიზის გაკეთება შეგიძლიათ, ამ პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ, სამომავლოდ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, რაც ახლა ხდება ფრონტზე. ყველა ვნახეთ, რომ მოლაპარაკებები დამთავრდა ისე, რომ უწმაწური სიტყვებით მიმართეს უკვე ერთმანეთს, ანუ არაფერი არ გამოვიდა და არაფერიც არ გამოვა მოლაპარაკებებით, გამოვა მხოლოდ გამარჯვებული ვინც იქნება და ვინც გაემარჯვებს, მაგი აღარ მკითხოთ. იქ ყველა მიცის უკვე. ომი გრძელდება და მე აი ხანი არ დამთავრდებაო. ჩვენთან, ჩვენს რეგიონში არის იმაზე მეტი სამხედრო არმადა მომდგარი, რაც არ ყოფილა ერაყის დროს უდაბნოს ის რო ეძახოდნენ ბურიევ პუსტინი. ხო, აქ გარდაუვალია ომი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ წელს ეს ვერ მოესწრება, იქნება რაღაცეები, რაღაც შეტაკებები, მაგრამ ომი რასაც ქვია, მე მაინც გონია, რომ ამ წელს ეს პროსტო ვერ მოესწრება, სულ სამხედრო თვალსაზრისით, თუ რა თქმა უნდა ისრაელმა პროვოკაცია არ ჩაიდინა. ხო, ესა, მაგრამ თათი კიდე კაცო, თეკლა, მოდი მე რო არ დამავიწყდეს, ესე ვიტყვი რა, მე იქ რო ვთქვი, რომ ჩვენმა პრემიერმა რო თქვა, მე ჯობია ხალხს რაც აინტერესებს, იმაზე ვილაპარაკოთ, ჯერ აქაც ჩემი და მით უმეტეს ვასილ პაპავა ყავდა. ყველაზე საქართველოში ერთ-ერთი მართლა, აი დიდი სიამოვნებით რო ვზივარ და უსმენ და თანაც იმას ვერ იტყვი, რომ რომელიღაცამ ხარის იმას ბატონო პაატა, მინდა აღვნიშნო, რომ ვასილმა დამპირდა, რომ ნებისმიერ დროს როგორც კი პროცესები მოვლენები დაგროვდება ირანის თემების ირგვლივ, რაც ჩემს პროფილს შეეხება, ნებისმიერ დროს მთხოვე და მოვალო, როგორც თქვენ უკვე მოგიაზრეთ სტაბილურ სტუმრად, ანალოგიურად არის ბატონ ვასილთან მიმართებაშიც და მადლობა რომ აღნიშნეთ. კი, ძალიან გენიალური და მე ამათი ხელისუფლების რო ვიყო, მაგბიც შევაქმნევინებდი საექსპერტო სტრატეგიულ იმას კლუბს და აი არ ვიცი რა დავაფინანსებდი, იმიტომ რომ ახლა როგორც წყალი ისე ჭირდება მაგ ეგეთი კატეგორიის მწოდნე ხალხი. მართლა ჭირდება რა ამ ქვეყანას. ნუ ეს ამიტომ როცა ვასილ პაპავა ყავდა გუშინ წინ, ამის მერე ჩემი კომენტარი, რაც ვასილ პაპავამ თქვა, ერთ-ერთში ვეთახვები ყველაფერში. მე მინდა ახლა ხალხს ერთი რამე უთხრათ, ეხლა ჩემო კარგო. პრემიერის განცხადებაზე გადმოვიდეთ, მინდა რომ ეს საქართველოს მოქალაქეებმა იყიდესო და მე წინასწარ მივეცი დრო ხელისუფლებას სიმართლე უთხარით ხალხს 157-მას 200-დანო 200 რაღაციდანო 157-ო საქართველოს მოქალაქემ იყიდაო და ამ ეს როგორ წარმოგვიდგინეთ იცი? აი ხო გითხარითო, აი თუ არ იყიდეს საქართველოს მოქალაქემო
ბიჭო იქიდან რამდენი იყო ეთნიკურად ქართველი ეს არის საინტერესო კაცთორე ის რომ უცხოელებს ნაყიდი აქვს აქ და კერძო საკუთრებებს ყიდულობენ თქვენ რა გონიათ ისინი რა საქართველოს მოქალაქეები არ არიან როგორ არ არიან კაცო შენის მითხარ ეთნიკურად ქართველი რამდენია იქიდან ამიტომ მე რო ვთქვი რომ იქიდან არის სამი გვარი დიახ, იქ გადაცემაში აღნიშნეთ და მაგაზე აუცილებლად ვაპირებდი აქცენტების გაკეთებას სამი გვარია ქართული და ისიც საკითხავია ცოლი ყავს ქართველი თუ როგორ მოიხერხა ის ქართული გვარი რომ იქ მიწყეს კაცო გასაგებენაზე პატა მე თავს არ დავდებ რომ ესენი ქართველები არიან იმიტომ რომ ამან შეიძლება ხელი აქვს მოწერილი და ქართველი ქალის გვარზე გადავიდაო ამიტომ და ეს გულაშვილის კლუბმა რო აიტაცა ეს ხა გასაგებია დაკვეთა წამოვიდა იქიდან რომ აბა აი ჩქარა ამას მივაწვეთო და იქ იხიდნობა რო დაიწყეს რა ეხლა იმედია ამას მაგრამ რა ხალხს რატო გაუკვირდათ ის გამიკვირდა რა რატო გაგიკვირდა 3-ზე მეტი 3 რო თქვი რა ვიცი შეიძლება კიდე გევლებით მანახეთ რა უფრო მეც არა აქ ნანახი აქ ნაყიდი რა არის გაუგებარი თუ რა მალავენ ისინი ინვესტორები ამას თუ რა მე მაინც ვერ გავიგე რა არის რა გიკვირ რაღაც არადეკვატურობასთან გვაქვს საქმე რა ამიტომ კიდევ ერთხელ და იქ მე დაიწყეს ახლა იქ იგილ ჰილში რაღაცები მოძრაობები არა კაცო ვერაფერს ვერ იზამ თუ არ და გამოვიდნენ აი ესე გამოიტანო ფურცელი და თქვა ლაბულადი შენ იტყუები აი ესე გამოიტანო და მანახონ ფურცელი კაცო თქვა აი რატო იტყუები თქვენ ითხოვთ ოფიციალურად მაშინ მე თუ ვწდები ოფიციალური საბუთი მაჩვენო რის მიხედვით ჩემს ნათქვამს გააბათილებენ და 100%-იანი ბრძანდება გამომწვევიც არ არის არავინ თავის მართლებელიც არ არის მაგი კი არა დავით გარეჯზე პირდაპირ ბრალიდადეს და ჩუმათარია ამაზე უარესი უთხრეთ მაგრამ ხმა არ მოიღეს ამიტომ მაგ ილუზიაში მე არა ვარ ვიღაცა გამოვა და იტყვის რომ აი იტყუები არა კაცო უფრო დიდი ბრალი წაუყენეს იმაზე არიან გაყუჩებულები კაცო ეგ არ არის პრობლემა მე და აი ეს იყო კიდევ ამბობ როგორც იქნა რა ვეღარ დამალეს ბიჭოს რას დამალავენ ტყუილს კაცო ვეღარ დამალავენ ამ ალაპარაკდნენ დემოგრაფიაზე ბიჭო აი ახლა რა ვიცი მე ეს წინით ბიჭო ამ ქართველებსაც წინით რო ვეუნები კაცო ბიჭო აფხაზეთი უნდა დავიმოწო ვის ასახლებთ იმ აფხაზეთში ბიჭო აგერ 471 სოფელი 3 წელიწადში დაიშალა აღარ არსებობს ქართული სოფელი დაიშალა ბატონო პატა რითი უნდა მოუხიბლოთ ის ხალხი და რითი უნდა მოვანდომოთ ჩვენს გვერდით ყოფნა ეს ცალკე მოცემულობაა კიდე შენ გადაახდი ყველაზე მთავარს ვის ასახლებ იქით? ვინ ხართ მაგდენი რომ იქ წახვიდეთ იცხოვროთ კაცო? შენ რასმი ბიჭო აგერ სადაც აკონტროლებთ ის სოფლებიდან იცლებით კაცო სად გარბიხართ იქით კაცო ჯერ აქ რა ტერიტორიაც გიჭირავთ იმდენი არა ხართ რომ ეს ტერიტორია დაიჭიროთ უკვე და თქვენს მაგივრად ხვები იჭერენ კაცო ამ ტერიტორიებს ფიზიკურად ვეღარ წნებით იქ აი საფხაზეთი და იმ აფხაზეთ მოულია კაცო როცა ეხლა ხო უკვე ნელ-ნელა გადადიან ისინი უმეტესობაში უმრავლესობაში ისინი დაილაპარაკებენ კაცო ის არაბები ვინებიც იქნებიან თქვენს გარეშე მოილაპარაკებენ იმ აფხაზებთან კაცო იქაც შევლენ ფულით რა გინდათ აღიარება გინდათ რაძი ბოგა კაცო მაგია პრობლემა ვაღიარ ახლა ერთბაშად არაბს არ ეთკინოს ეხლა სოხუმი და გაგრა რა ამ ტრაგედიას კი არ უყურებენ ჩვენო ტერიტორიებიდან დაიბრუნოთ კაი რო დაგიმოს სადე ვინ მიყავს აი სადე ყავთ მაგდენი ხალხი რა შენ კიდე აფხაზეთი აითვისო რა ტერიტორიაც აქვს იმას ვერ ითვისებ იმას ყიდი უკვე კაცო ტრაგედიის დონეს კი არ სიღრმისეულად კი არ უყურებენ კაცო ვის ბიჭო თაობა წამოვა სულ ერთ რამეზე იყიდება ჩვენი აფხაზეთით და ისაც კაცო ამიტომ ცოტა უფრო რთულად არის საქმე. თანაც ხო გამოვიდა პრემიერი კაცო. თეკლა კიდე ერთხელ გავიმეორებ იმ სიტყვებს. ნებისმიერ აი ხა მის გვისმეს 195 კაცი. გადაახვიოს და ნახოს
გინდ ტრამპის გამოსვლა, გინდ ლუკაშენკოსი, გინდ რუსეთის პრეზიდენტის, ალიევის, პაშინიანის, კაზახი ნებისმიერი ქვეყნის პირველი, პრეზიდენტის გამოსვლა ნახოს პარლამენტ წლიურ გამოსვლაში. ხალხს სტიმულს აძლევს. ხალხს რაღაცა იმას, რა ქვია, გეგმას ეუნება, რაღაცას ეუნება. ხო გეუნები მართლა შემეშინდა მეთქი იმას გეუნებით, კაცო. მაგის გამოსვლის, აი ერთ სიტყვაში როგორ აჩას, იცი? თუ თავი გაქვს, თუ შველეთ ამ ქვეყნიდან. აი მაგის გამოსვლის მერე როგორ ეუნები შენ ახალგაზრდას, ენა როგორ გიტრიალდება და ეუნები რომ არ წახვიდე საქართველოს, არ დატოვო საქართველო, არა, რა უნდა უყვარდეს საქართველოში. რას თავაზობ ალტერნატივად? არა, მაინც კაცო, როცა შენ ერთი წუთით კაცო. შენ როგორ იჭერე აი ქვეყნის შენ მოსახლეობას ეკონომიკით, უსაფრთხოებით, რაღაცა ხვალინდელი დღის პერსპექტივით, მშობლიური ხალხის სიყვარულით, ხო სწორია? რაც ჩამოვთვალე რომელი გაქვთ, კაცო? ბიჭო, გასაგებია გარდა ემოციური სიყვარულისა, კაცო, ბიჭო, დაიღალა ამ ემოციური სიყვარულით, ბიჭო, ეს ბიჭო, ცოტა დავეშვათ ამ მიწაზეც რა. რომ იცის რომ ხვალინდელი დღის ესეთი იქნება, როგორიც გუშინակ და პერსპექტივაში კიდე წლები ესე იქნება, ბიჭო, წავალ მივხედავ თავს, კაცო. ვინ მიყვარდეს ამ ქვეყანაში? მილიონერები? არაბები, პაკისტანელები, რომელიც უკვე ჩემზე მეტი ხდებიან, კაცო. რა მაკავშირებს მე ამ ქვეყანასთან, კაცო, აი ემოციურად გეუბნებით. როცა უცხოტომელების ტყუილი გადის და ჩემი სიმართლე არ გადის, კაცო. გეკითხებით, რაზე უნდა რატო უნდა დაჩეს ახალგაზრდა, აი რატო უნდა მოიკიდოს ფეხი ამ ქვეყანაში? და ვის ემსახუროს? აი სამხედრო კაცი ვარ, თეკლა, აი სამხედრო, მე მაინც სამხედრო თვალით უყურებ. გეკითხებით, რის გულისთვის ვიომო მე რაღაცა რომ მოხდეს? არაბებისთვის? მილიონერებისთვის? ხონდა მქონდეს რაღაცა კაცო, გასაგმელი თუ აქ ქართულს არ დაგრჩება, ისთვის უნდა იბრძოლოს მას ვისაც აქ დასაგ მე მესმის თქვენ რასაც იძახით ეხლა ძალიან გაბრაზებით. ეგლა ერთი წუთი რაღაცის ხონდა იომო. მე ბიჭო უკრაინელებს დამჩნევდი თქვენ შობელ ძაღლებო LGBT პრაიდის გულის სომობთ ვიღაცა ეფშტეინელების გამო კაცო მეთქვი. ახლა მე ბიჭო გეუბნებით აი ამ კუთხით. უყურე როგორ არის? როცა მე ესე კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩემი მენტალის ადამიანი როგორია, იცი? რომ ხელისუფლება უნდა მიბრძანოს, მე ხელისუფლებაში უნდა ვხედავდე პატრონს ამ ქვეყნის, მე ხელი ესე უნდა გავაკეთო, წავიდე და მოვკვდე. ამოცანი შესასრულებლად. გეკითხებით, ხელისუფლება არ არის, როგორ გითხრა, მე ვიცი რომ ეს ხელისუფლება ღია წერილებს წერს და მისი მენტალობა სულ სხვა არის, არა ქართული, არა ეროვნული. სახის გამომეტყველებაში ეთხოვათ, კაცო, ის არ არის, კაცო, რომ მე აი კიდევ ერთ მაგალითს გეტყვი რა. აი ლუკაშენკომ გადაიკიდა ავტომატი, როცა დაიძაბა სიტუაცია, შვილი გვერდზე დააყენა და გავიდა და იმ ჯარის გვერდზე დადგა, კაცო. ხალხმა ლუკაშენკოში ქვეყნის პატრონი დაინახა. ვიღაცის მომსახურე პატრონი კი არა, თავის ქვეყნის პატრონი დაინახა, კაცო. და მე ყვირიან, ზა ბელარუს, ზა ბაჭკო და მიდიან და შეიძლება მოკვდნენ, კაცო, მაგის გულისთვის. რატო იცი? ბიჭო, აქ ჩვენ შემთხვევაში როგორ არის? აი საქართველოს ესე თვალები დახუჭეთ და ესე ბრმად დაადეთ საქართველოს რუკას ხელი. და მითხარით ერთი ადგილი, რომელიც ეკუთვნის ქართველს. მაშინ გეკითხებით მე რატო ვიომო? ბიჭო, არაბმა იომოს, პაკისტანელმა და ინდონეზიელმა, მაგათია და მე ვიომო, კაცო. რომ რატო რომ კიდე ბევრი დავიხოცო, რომ უთმა დავიხოცო, რომ მე კიდე უფრო მეტი შემოიყვანო? ამისთვის ვიომო? ვისაც ეკუთვნის ეს ქვეყანა, იმათმაც იომო, კაცო. თუ ვინმე არ მეთანხმება, მითხრათ სხვა როგორ არის, კაცო. მე სამხედრო კაცო მე ამ კუთხით უყურებ ყოველთვის.
მე რაღაცა პრაგმატული პოლიტიკა და რაღაცა ჟენევის კონვენცია ერთი რამეზე მახატია თქვენი ყველაფერი კაც მე ვიცი ქვეყანა მე ვიცი ჩემი მშობლიური ხალხი მშობლიური ხალხი ერთმანეთში სიძულულში ვართ ერთმანეთს ვერ ვიტანთ ვართ სამი დაჯგუფება ხო და რა ვიცი როგორც ეკლესია სამი გაყოფილი ეკლესია ამიტომ ბიჭო აი ტრაგედიას ჩემი ის კი გაიკვირდება თუ ეგ ვიღაცა სამი გვარი იყო მე რა სამი გვარი იყო რა ხელისუფლება მალავს თუ ის ფირმა მალავს რა გაგიკვირდათ ხალხო ნეტა სამი იყოს და ამით დამთავრდეს ამ ქვეყნის გენოციდი როგორმე ამიტანთ კაცო პროცესი ის არის რომ თქვი რომ ბიჭო ამ ქვეყანას ჩართული აქვს თვითუტილიზაცია აქვს ჩართული თვითუტილიზაცია როგორც ფიზიკური ისე სახელმწიფოებრივი კაცო ამათ გონია მე ესე გულს ვიფხან რა ხო რავი კიდე გავა 5 წელი და მე დავილაპარაკოთ ეთი რამდენი ხართ ბატონო პატა 2 წამით მინდა რომ სიტყვა წაგართვათ და რაღაც მინდა გავაჟღერო ძალიან მინდა გთხოვოთ ბევრი ადამიანია შემოსული ჩემთან არ არის ის ვაკხანალია რაც სხვა სტრიმებზე გინახავთ დედის გინებით შეურაცხყოფით და ასე შემდეგ და ჩვეულებრივ ამბად რომ მიგაჩნიათ სადაც ეს ყველაფერი მოსულა ასკროლეთ და იქ მიბრძანდით ჩემთან არც სტუმრის და არც პირადი შეურაცხყოფა და არც კომენტარებში უზრდელობის უფლება არ გაქვთ იმიტომ რომ ჩემთან ბევრად დახვეწილი კულტურული და ზრდილობიანი ადამიანები უსმენენ სტრიმებს. თუ კი თქვენ ამას ვერ იაზრებთ, მე მომიწევს დაგბლოკოთ და ცოტა საკუთარ თავს ეცით პატივი რა. ამ ხრის ხალხი რატო უნდა დამაბლოკინოთ თავი? როგორ შეიძლება ესეთი უაზრო კომენტარები დაწეროთ? რას ამბობს ტყუილს ერთი მითხარით? თან არ გბლოკავთ, დაგმუთეთ რომ გარედან გასმენინოთ ეს სიმართლე. თუ ძალიან არ მოგწონთ საერთოდ წადით თუ არა და გარედან გვისმენთ თუ ზრდილობის ნატამალი არ გაგაჩნიათ მე ესეთი ადამიანი მსმენელადაც არ მჭირდება ჩემო კარგებო და სულ კარგად ძანდებოდეთ არ მჭირდება უზრდელი ზრდილობის იქეთ რომ არ შეგიძლიათ პოზიციის დაფიქსირება ეს თქვენი დაბალი დონის მანიშნებელია ეს დაგმართათ 35 წელმა ამაზე ვჩხუბობთ 24 საათი მეც ამას ვჩხუბობ და ეროვნულად მოაზროვნე თუ ვინმეა ბატონი პატანად დაწყებული ნებისმიერი მაგას ვჩხუბობს რომ თამასა იმდენად დაწიეს რომ ზრდილობიანად პოზიციის დაფიქსირება არ შეგიძლიათ აი ეს არის უკვე ფსკერი რაც თქვენ ჭირთ რა ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენოთ ერთმანეთს რომ პოზიციის აზრის სხვადასხვაობის დაფიქსირება არ შეგიძლიათ ზრდილობიანად სირცხვილი ხართ უბრალოდ მეტი არაფერი რა ბოდიში ბატონო პატა ძალიან გამომიყვანეს წყობიდან არა კაია კაცო არა უყურე მაგ ხალხისაც მესმის სიმართლეს ვერაფერს ვერ უშებიან აბულაძის გინება პრობლემას არ აგვარებს თვითონაც კარგად იციან თავის თავთან მარტო რო რჩებიან კარგად ხვდებიან კაცო ვეხარ დაჟე აი მე გეტყვი რა ტევე პირველზე იყო ეხლა მახსენეთ ერთი სამჯერ კიდე ტევე პირველზე ვერ გაექცნენ მაინც სიმართლეს რატო იცი ბიჭო თუ ეგრე არ არის ჩემთან კამათი აზრი არა კაცო მე შემიძლია რომ მომბეზეს გითხრას რომ ხო კაი ვცდებოდი და გავიარო კაცო აი დავიღლები შენთან კამათი და ხო კაი მართალი ყოფილი ხარ მე ვცდებოდი ბოდიში გიხდი და წავალ კაცო შენ ხო მაინც იცი რომ მე სიმართლეს ვლაპარაკობ აი ამ ვის უმალავთ ის ამიხსენით კაცო პოლზუ მითხარი რა არის რატო ეხლა ხო თვითონ ხელისუფლება მომს რომ დემოგრაფიულად დედა აღარ აყვავს ესაც ხო მე ჩვენ რომ ამობდით კაცო მაშინ რომ მაგინებდით გასაგებია ახლა ისინი სულ ლაპარაკობენ როგორ აქვს საქმე ხარე მითხარი საქართველოში რომელიც აი გითხელს სახელმწიფო სოდომიტური და დანარჩენი საქართველო მითხელთ რომ რომელი ამბობს რომ არა დემოგრაფიულად კარგად ავარ ანუ რა ვთქვი ახლა მე არასწორი მაგრამ პრობლემა მარტო დემოგრაფიაში კი არ არის კაცო პრობლემა არის უკვე სტრატეგიულ უსაფრთხოებაში შენი ქვეყნის ფიზიკურად უკვე გაჩერების უსაფრთხოებაში დგას კაცო როცა სხვა იკავებს შენს ადგილს იმას ემოციურად ისი არ ეყარება ეს ქვეყანა და ეს ისტორია როგორც შენ ნუ თუ ამით გაგება არ შეგვიძლია კაცო რამდენი ერთმანეთში ვიქნებით ესე აუტანლები
ამით შენ ვერც მე გაზარალებ, ვერც შენ მე ვერ მაზარალებ. ყველაზე დიდი ვისაც აზარალებ, ამ ისტორიულ ქვეყანას აზარალებ. მეტი კი არაფერს არ გააკეთებ. თორე მე წაგე დამთავრდება ესა და რავი, წავალ და კინოს უყურებ, გავაგრძელებ ყურებას. დამავიწყდები ხვალე რომ ვიღაცა მეკამათა. და всё, მე რა ეს არის მოგვარება პრობლემის? ვაი, აი ამი უყურე ბიჭო რატო რა აი ეგ უყურე თეკლა ჯერ მინდა როგორ დამავიწყდა კაცო ბიჭო ეს დღეს რა ტრაგედია დატრიალდა ეს ბავშვები რო ჩაიწვდნენ მანქანაში რა ავარიის დროს მინდა მიუსამძიმრო რა ბიჭო რა კიდე ეს უნდა ამ ქვეყანას ამის დედავატირი და მეორე უბედურება დედამ შვილს თოთო ბავშვი იმშობიარ და ყელი გამოაჭრა კაცო ეს რა უბედურება ჭის ამ ქვეყანას რა ე დადეკით ეხლა მაგის გულით მემაგინეთ რა ბიჭო აი ამ ტრაგედიაში ვარ მეთქი ბიჭო რატო არ გიზმ ბიჭო ხან თანაც როგორი შეგდიმა მაგ ბიჭო რაღაცა შევეგუეთ რა აი რომ შევეგუეთ იმას რომ ხო რა შეიძლება აღარ იყოს რა მთავრდებით რა მარტივად მთავრდებით და მორჩა ამას ესე ქვია კაცო რავი ახლა არა ვთქვათ ვისუმალოთ ფიზიკურად მთავრდებით კაცო მართლა მთავრდებით უკვე ხელისუფლება ვეღარ მალავთ თქვენ ახლა რაც არ უნდა მეკამათოთ მე თვითონ ისინი გამოვიდნენ თქვენს როსო დედა აღარ აყვავსო კაცო პრემიერის განცხადება რა იყო ის თუ არა აღარ ვარ ქართველებო მეტი რა თქვა და გამოსავალი თუ გითხრათ რაიმე ხალხო დაწერეთ ზრდილობიანად ვისაც საუბარი არ შეგიძლიათ კარგად ბრძანდებოდეთ და ნახვამის აქ არ დაგინახოთ პრემიერმა ვერ გითხრათ ხალხო გამოსავალი უყურე ვერც არა პრემიერმა თქვა ეს არის სოფხედელობის პრობლემაო ვეთახმები იცი პრობლემაა კიდე გავიმეორებ აქ კაციან გადაცემაში კიდე ვიტყვი საქართველოს საპატიმროში გვიზის 3000 ქართველი 3000 პატიმარი ბატონო პატა ინფორმით არ თქვათ როგორც ირთქვით ძალიან თქვათ და კამერას გავთიშავ მომერდება ის მაგალითი არ მოყვეთ. ხო, ნუ როგორც არის. ხო და უყურე რა. ამ 3000 მოძალადე ქართველში ერთი არ არის არც მარნეულიდან, არც პანკისიდან, არც ადიგენიდან, ახალციხიდან, მარტო ეთნიკურად ქართველები არიან. ეს იცი რას ნიშნავს? 3000 ოჯახი დავანგრიეთ ჩვენი ეპშტეინული იდეოლოგიის გამო ეს სტამბოლის ის რო ქვია და უყურე იცი რატო ეს აზერბაიჯანში საერთოდ ოჯახში ძალადობები არ ხდება არც პანკისში არ ხდება და არც ყველა პატივსაცემს სომხებსაც, პანკისელებსაც, აზერბაიჯანელებსაც, მაგრამ მე გეუბნებით მოცემულობა რაც არის, კაცო. მარტო ქართველებს აგძულს ქალები, კაცო, თქვენ ეს არ იცით ეთყობა. როცა პრემიერი მეუნება მე სოფხედელობაზე, წესით მაგე ვითი უნდა დაეწყო, იცი? მე საქართველოს პრემიერი შემოვდივარ ინიციატივით ესე უნდა აიღო კალამი და ეთქვა ესე მოეწერა ხელი მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით გამოვდივარ სტამბოლის ხელშეკრულებიდან ვაუქმებ სისხლის სამართლის კოდექსს რაღაცა ძალადობა ოჯახში გადავხედეთ დავავალებდი გენერალურ პროკურატურას პერსონალურად გადახედე საქმეებს თუ ფიზიკური ანუ ცემა ტყეპა არ არის ხო ყველას გამოუშვებდი თანაც პლუს ამას ნასამართლეობასაც მოუხსნიეთ რატო იცი ის ვინც დააჯინეთ ის მენტალურად პრისტუპნიკი არ იყო კაცო თქვენ გააპრისტუპნიკეთ იმიტომ რომ ნასვამი მოვიდა ოჯახში და ზედმეტად თქვა შეჩემისა თქვა რა ნასვალმა მამაკაცმა ოჯახში ვიღაცა მეზობელმა დარეკა და მე ან ცოლმა დარეკა ან სიდედრმა დარეკა და ოჯახი დაანგრიეთ შვილები უამოდ გაიზარდნენ ქალები დაბოძდნენ აი ეს არის მაგის შედეგი კაცო და ამის მერე რა პრეტენზია გაქვს ბიჭო ბავში არ კეთდება სხვანაირად კაცო ღმერთმა სხვანაირად შექმნა აბა სხვანაირად არ კეთდება ეს ბავში და რა გავაკეთოთ ახლა
ამის გაგონება არ უნდათ. ამიტომ როცა მე მელაპარაკებია სოფხედველობაზე, რა ვიცი, მაგის გულისთვის 5 კაცი ციხეში ჩყავდა ჩარჯნელი. დღესაც გონი თუ რამოდენიმე გამოვიდა. მაგის გულისთვის ხალხებს ყრიდით. ბიჭო, რა ვიცი, ახლა მეუნები კაცო. ახლა მეუნები რომ სოფხედველობის პრობლემა ყოფილა? არ გამაგიჟოთ რა. მიხვდა, გაიგე, მე-13 წელს მიხვდა რა, თურმე აი ოჯახებს რო ვანგრებდით 3000 გენოციდის სხვა რა არის ამიხსნას ვინმე. აი ეხლა ის კაცი რო გამოვა ოჯახი საპატიმროდა იმ ოჯახში ხო ვეღარ მივა კაცო, ისო გაბოროტებულია უკვე კაცო. იმ ბავშვის რო იზრდება უმამოდ და ის დედამ ეხლა რაც არ უნდა აკონტროლოს, ის არის ქალი მაინც. ის სანამ ჯუჯუზე ყავს, კაი, გასაგებია და კიდე იცი, მაგრამ რო გამოვა ქუჩაში, საზოგადოებაში და რო დაინახავს თავის თანატოლების მამასთან, იმასთან, მამა დაურეკავს, მამამ რაღაცა უყიდა. ხო, რაღაცა რჩევამისა. ის ბავში ხო ჩვენ დავღუპეთ კაცო. 3000 ბავში როგორც მინიმუმ. ბატონო პატა, კომენტარში ცოტა ცინიკურად, მაგრამ წერენ შენ რა გააკეთე, მაშინ როცა ეს ამ კანონს იღებდნენო და მე არ მინდა თქვენს ნაცვლად უპასუხო და მირჩევნია გასცეთ პასუხი. თუ შეიძლება. ბიჭო, რა და დღემდე მეძახოდნენ გიჟს, მაგიებს რა უნებოდით რომ ეს ამას მოიტანს კაცო. გიჟს მეძახოდნენ და შემარქვეს მე ჟირინოვსკი, ეს არის გიჟიო კაცო. რეებს ლაპარაკობს ეს გიჟიო, ნახე რეებს ლაპარაკობსო. დღეს მე გადამასწრეს. ის რასაც ვეუბნებოდი ზუსტად ერთ-ერთში გადამასწრეს. რო ვეუბნებოდი რომ ბიჭო, ეს არ გააკეთე, ეს გენოციდამდე მივა. დაჯე ყოფერია სახში მეკამათებოდნენ კაცო, აი პარლამენტარები. რომლები რას აკეთებთ ბიჭო? რა საფათურებთ ქართულ ოჯახში კაცო, თქვენ ხელს ვინ კითხავთ, თქვენ კაცო, ჩოლმა კმარმა იჭუბა ლოგინი კაცო შეარიგებს, შენ ვინ კითხავს რო ელევი მანდა კაცო. და ისინი მოყავდათ რაღაცა ადამიანის უფლებებიო, რაღაცა სიგიჟები მოქონდათ კაცო, ევროპული რაღაცების მოქონდათ, გაიგე შენ. აი ამას ვაკეთებდი რა ვიცი. დამცინოდნენ, მეტი არაფერს არ ვაკეთებ, რა უნდა გამეკეთე, ჩხობს ყوار დავიწყებდი, რა ერთ ოჯახ გამიწიეთ, გამოვიწიეთ, მაიკად ჩამომახიეს. რა უნდა გამეკეთებინა? გამოვდიოდი, არტოებდი ტრიბუნას, სატელევიზიო, რა ვიცი, საგაზეთო, ყველგან ვლაპარაკობდი. მაგრამ ყველგან დამცინოდით. და ამას ვაკეთებდი რა, პირველად გესმის ჩემი ეს რაღაცები, 3 წელზე მეტი არ არის? მე რაც ალტიფო ტელევიზია დაარსდა თავიდანვე რავი მანდვიჯეკი სულ მანდაც გიჟი მე იქიდან რა ვიცი ოფისიდან გიჟი ჩვენი გიჟი გამოდისო ვინ არის ეხლა გიჟი ვინ არის გიჟი მე თუ თქვენ კაცო კარგათა გაქვთ საქმე როგორ ახართ ეხლა საქმე როგორ აგაქვთ კარგად კონსოლიდირებული ხართ დაქსაქსული არა ხართ? სიძულვილში არა ხართ? რა ვიცი, მეძახეთ და იყავით გიჟი, გაი ვარ, გიჟი. რა უნდა გამეკეთებინა მეტი? ბატონო პატა, ძალიან ცხელი ამბავი იყო ეს, რომ თავად პრემიერმა დაიწყო დემოგრაფიაზე საუბარი, ის რაზეც ჩვენ წლები ავჭუბობთ და აქედან გამომდინარე მივხვდით თქვენს პათოსს მარტივად გადაერთეთ ემოციური ფონიდან გამომდინარე ამ თემებზე, მაგრამ კი აღნიშნეთ, რომ ვასილ პაპავამ ძალიან საინტერესო დაახსნა ეს ყველაფერი. ვერ გავექცევით მაინც იმ თემას, რომ მე თქვენი პოზიცია მაინტერესებს. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ უყურებთ, რა სიტუაცია? ნახე, ხო, იმას არ გეკითხებით, ბატონო პატა, როგორც ანალიტიკოსს ისი არა, როგორც სამხედრო პირს, ჩვენი ქვეყნის წინაშე რა საფრთხეები კავკასიას და კონკრეტულად საქართველოს რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას ირანში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და რა ნაბიჯები უნდა იქნას ჩვენი ქვეყნიდან გადადგმული საიმისოდ, რომ პრევენცია მოხდეს რაღაც დოზით მაინც და არა ხელშეწყობა იმის, რომ რაღაც აფიჩილდეს ქვეყანაში და გართულდეს სიტუაცია და საფრთხე შეიქმნას.
აი ერთი ადამიანი უკვე მე ასეთ წეს აზარტული თამაშები არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი 100%-იანი არის. ყველა თავმოყარე ერმა, ყველა თავმოყარე სახელმწიფო აზარტული თამაშები გააუქმა. კანონით არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ჩემი პასუხი. ყველა თავმოყარეს გეუბნები, არა ღორებმა, მუქთა ღორებმა და აი ოღონდ ფული ქონდა და ჩაცეცხლოთ. ყველამ გააუქმე. იმდენად სტრატეგიული ახლა მაგის გააუქმება. მაგრამ ანუ ახლა არა მაგის გამოუქმებელი არ არის აქ საქართველოში. რაც შეეხება ახლა შენ კითხვას. თეგრა იმდენად ვარ უკვე გადართული რომ ვიცი კიდე გავიმეორებ. ტელეპირლომაც აიტაცა ეს ჩემი განცხადება და კიდე გავიმეორებ იქნებ მივიდეს იმის ყურამდე და ყველას ყურამდე. შარშად 30 ივლისის დროს იმიტომ ვაკონკრეტებ ამ თარიღს კაცო რომ ბიჭო ესე იგი ის ვისაც ვინც უნდა გაიგოს ის ხვდება რომ მე ვიცი რაგან მე ამ თარიღს ვამბობ ესე იგი მე ვიცი ეს ხალხის გასაგონთავებლო ბიჭო იმაზე უკეთესი შემოთავაზებაა კაცო უკან კი არ ვიხევ და კი რაღაცა გეოვნებით იმაზე უკეთესი შემოთავაზებაა ამ შემოთავაზებაზე იქ რაღაც წილით მცირე დოზით ისაუბრეთ პარასკევს გადაცემაში და მაგაზეც მინდა აუცილებლად ბატონო პატა რა დოზითაც შეგიძლიათ ძალით არ წაგებიეთ ეხლა მე არ ვიტყვი ვინ საჭიროა ჯერ იქ არ გაფუჭდეს სიტუაცია ამაზე უკეთესი შემოთავაზებაა რაც შარშან 30 ივლისი იყო ტევე პირველი თუმისმენ შენ გასაგონად ვამბობ თუ კიდე აიტაცებთ მაგ თემას უფრო კარგ საქმე ქვეყანას დაეხმარებით გადარჩენაში თუ კიდე მე მაძაგეთ და ისე აიტაცეთ თანახმავარ მაგაზეც ხო და ველოდები წინააღმდეგ შემთხვევაში თეკლა აგერ ხატის მოვიდა მაგ ხატების მეტი რა მაქვს ხატის წინ დავიფიცები სისხლის აბანო მოეწყობა თელ კავკასიაში ვერაცდება კავკასია სისხლის აბანოს. მე ცოტა მეტი ვიცი რა და მეტი ვიცი იქ რაზე მიდის იქ საუბრები. გამორიცხული თემა, ვინც არ უნდა აქ იყვილოს, იბღავლოს, რავი აქ რაღაცა სიგიჟები და პარაკოლ თუ გინდა კავკასიაში მაინც მოხდება სისხლის აბანო. და ის თუ უნდა ამ ქვეყანას აიცილოს ეს ყველაფერი არავის არ ვაშინებ თუ შეეშინება და ესე იგი შეეშინეს მაგის დედაც იკვატირე რა აღარ არის ახლა მაგაზე ფიქრი იმხელად მძიმე ადამიანები ჩაერთვნენ უკვე ამ თემაში აი ეს მარტო საქართველოს არ ეხება კაცო აი ირანის თემაზე გეუბნები ზუსტად ერთ კონტექსტში ეს განხილული ერთ კონტექსტში თუ აზრზე არ მოვიდნენ ყველა ერთად მთელი საქართველო ერთად ხელისუფლებასთან ერთად მოგწონს არ მოგწონს კაია ცუდია ეგ მე მაგის დრო არ გექნებათ მე მაგი განიხილოთ კაია თუ ცუდია არავინ თქვენ არ შეგეკითხება თქვენ კი 10 მილიონი აზერბაიჯანს არავინ არ შეეკითხება დაჟე თქვენ გადაცემაში ისიც ახსენეთ რომ ეპშტეინელები ხო მე ეპშტეინელები ადრე ვეძახოდი სოდომიტებს ხო ადრე ვეძახოდი სოდომიტებს მაგრამ თურმე შევცვალე კონტექსტი იმიტომ რომ უფრო რთულად ყოფილა საქმე ვიდრე სოდომიტები ყოფილა სოდომიტებს ვეძახი ვის ანუ არის ტრადიციული სამყარო და არის სოდომიტური სამყარო დასავლეთი და არის აქეთ ჩვენი მხარე რა ბელარუსია აქეთ მე აზია და ტრადიციული სამყარო მორწმუნე სამყარო ეხლა უყურე როგორც გაირკვა ამერიკაში ათეულობით წლები აი ათეულობით შეიძლება დაბადებულიც არ ეყავით ეხლა ათეულობით წლები არსებობდა კუნძული სადაც იკრიბებოდა რა კატეგორიის ხალხი იცი პრეზიდენტები მომღერლები ოღონდ დიდი მომღერლები ჯანდაცვის სფეროში სამხედრო სფეროში კულტურის სფეროში კინოს სფეროში ანუ რომლებიც განსაზღვრავდნენ პოლიტიკას კულტურას განათლებას
ამას ხაზი გაუშვი. განათლებას, ჯანდაცვას მსოფლიო მასშტაბით, კაცო. იქ ეპშტეინთან შეკრებილი საზოგადოებაზე მაქვს ლაპარაკი. მეფეები, პრინცები, დედოფლები, ყველანი იქ იყვნენ, კაცო. ანუ იმის თქმა მინდა რომ მე მაგათმა შექმნეს თავისი ორგანიზაციები, ევროკავშირი, ვენეციის კომისიები, ჰააგის სასამართლოები, სტრასბურგის რაღაც სიკვდილები, რომის სტატუ დაარქვეს, იმის სტატუ რაღაცები დაარქვეს. აბა ისე კი არ დააწერენ რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ლუცეფერი, საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკავშირის სატანა, ემას კი არ დაგიწერდნენ, კაცო, იქ შეგიფუთეს ადამიანის უფლებები, ქალების უფლებები, ოჯახში სიძულვისა, ძალადობის წინააღმდეგ რაღაცას უფლებები, ამის უფლებები, იმის უფლებები და ეს ვინც ეს შეგიფუთათ, ეგ კატეგორია ხალხი კუნძულზე იქრიბებოდნენ 3 მილიონი, ციფრს დავუკიდეთ, სულ არის 6 მილიონი. აქედან 3 მილიონი გახსნეს და თურმე აღმოჩნდა, რომ ეს კატეგორია ხალხი პატარა ბავშვებს, კაცო 5 თვის, 8 თვის, 11 წლის და მცირეწლოვან ბავშვებს ხმარობდნენ სექსუალურად და მერე მიირთმევდნენ, თქვენე დააფეთქებულებო, ჭამდნენ, იცით რას ნიშნავს ეგ? ჭამდნენ. აი ჩვენ მაგ ხალხს გადავაბარეთ, ჩვენი უსაფრთხოება, განათლება, სპორტი, კულტურა, ყველაფერი მაგათ გადავაბარეთ 34 წელი და შედეგმაც არ დააყოვნა, კაცო. დღესაც მანდავართ. უბედურება რა არის? დღეს ჩვენ კიდე მანდ კუნძულ აუცილებელი კი არა რომ იმ კუნძულზე წახვიდე და ბავშვი ჭამო. იქიდან წამოსული ხალხისგან შექმნილ ორგანიზაციების წევრები ხართ, კაცო. მანდავართ, იმიტომ რომ აი დაუკვირდი ევროვიზია, დაუკვირდი ჯვარზე ცეკვა, კაბიანი კაცები, ოლიმპიადის გახსნა, ეს ხო ვაფშე პიკი იყო, ხო აი მაცხოვრის ღმერთო მოპატიე, მასხრათ ეს შეგნებულად გაკეთებული იყო, თქვენ ხო არ გონიათ ეს რამე ამას გიფუთავდნენ როგორ იცი? ნოვაცია, რაღაცა სიტყვებს იგონებდნენ, კაცო, გიჟები რა. და ამ კატეგორიის ხალხმა გადაიბარა იმათმა კი არ გადაიბარა, ჩვენ გადავაბარეთ ქართველებმა ვთქვით, რომ ესენიო სახელი დავარქვით, პროგრესულად მოაზროვნე ხალხიაო და ამათ დავარქვით ცივილური სამყარო, საცა ბავშვებს ჭამდნენ, გაიგეშე. და ვინც ტრადიციულ სამყაროს წევრებს ვეძახოდით, დიქტატორი, ტირანია, რა ვიცი, 1000 მამაძაღლობებს ვეძახოდით. რამეს ვიგონებ, კაცო? ხო არაფერ ტყუილ, მე ვამბობ, რაც არის, კაცო, თვითონ აყავთ უკვე სასამართლოზე იბარებენ, ხო ამ ხალხს მეხუთ ამას, იმ ხალხს, რომლის აქ ჩამოსვლა მილიონებს ვიხდიდით, რომ აქ ჩამოსულიყო, ან ემღერა, ან პრეზიდენტი ჩამოსულიყო, რაღაცა და ამით თავი მოგქონდა, რომ აი ჩვენ პროგრესულ ხალხთან, აი ბავში ჭამია ხალხს, უკვე პროგრესულ ხალხს ვეძახოდი და აი თურმე აი ხო ხედავ, ჩვენ ცივილურ სამყაროში მივდივართ. ეს არის ქრისტიანი კაცი, ეს არის ცივილური სამყარო. რასაც ხედავთ, ეს ცივილური სამყაროა? ხო და იმიტომაც აქ დაანძრეული მერე, კაცო. ღმერთი ეგეთ რაღაცებს არ ატარებს. არ ატარებს, არა. არ გინდათ ღვთისგან ბოძებული მიწა? როგორც მოხსე ისე წაიღებს, კაცო ის. ისე ბევრჯერ წაუღია სხვა ქვეყნებისთვის. ახსოვს ისტორიას ეგეთი რაღაცები. 1000 წლით წაუღია, 400 წლით წაუღიათ. არ მინდა ხა ერები დავასახელო, მე სიძულვში არის რაღაცა არ მითხრა კაცო რომ შენ იმ ეთნო კომპლექსს და რაღაცას აღვივებო. მაგრამ ვისაც ორ ხადა გიგოაქ წაკითხული, ეგეთი რაღაცები ისტორიას ახსოვს. და კიდე რამდენი ქვეყანა წაიქცება ღმერთმა იცის, კაცო, ჯერ სადახარ, ჯერ ხო გეუბნებით, ჯერ არაფერი არ დაწყებულა. ამ წელს ეხლა ვიგე ამ წელს არაფერი არ მოხდება, კაცო, ისეთი რა.
ყველაფერი ამის მოსამზადებელია. სამხედრო ადამიანი ახლა დამეთაყვება რაც მაქვს ხედულობაში. ეს არაფერი თქვენ გეჩვენებათ, კაცო, რომ დედა, არაფერი ჯერ მერე ნახეთ, კაცო. რაც იქნება მერე ნახეთ. და როგორ ხდებით თქვენ ქართველები? გაყიდული მიწებით? შენი რა არის ვაფშე ამ ქვეყანაში? შენი რა არის საერთოდ? პოლიტიკოსები შენია, შენი როგორა მილიონერებისაა? პოლიციაა შენი, როგორ არის შენი, კაცო? რა სიტყვებთ თავს აქ რო ზიხართ? ცეთოთ რა არის ამ ქვეყანაში ქართველის? რა ვიცი, რაც რო გადის, მე მგონი უფრო ცუდად მიდის აქვე. კაისკი ჯერ და ეხლა მე რასაც ვაკეთებ, ვამბობ, ჩემი ანალიზი არ არის, მე გეუბნები ფაქტის კონსტატაციას. უბრალოდ არ გინდათ ამ კუთხით შეხედოთ, რატო იცი? ანალიზი არის, როდესაც რაღაცა სამომავლოდ გათვლი და იტყვი, მაგრამ როდესაც ფაქტები უკვე წინ გიდევს და ამაზე საუბრობ და ამის მიღებაც არ უნდათ მოისმინა და ვერ შეისმინა და ემართას ვეძახი ასეთ კატეგორიას ბატონო პატა. მე პირადად ესეც დამკვიდრებული. ყურში ცუდად ხდება და ეს არის. ერთი წუთით გაჩერდნენ და ამ კითხვას რო ვსვამ, თავი თვითონ გასცემ პასუხი. თვითონ გასცემ იმას ასე რა არის თქვენი? ამიხსენით რა არის? წაგიყოლოთ ბაზალეთზე. ბაზალეთის წინ არ ხარ ისტორიული ტერიტორია? გინდა წაგიყოლოთ ბაზალეთის ტერიტორიაზე. ოღონდ თქვენ შენით მე არ შევა. ხევი ავიღოთ ბატონო პატა. არა მე რა მნიშვნელობა აქვს? შენი კი აღარ არის კაცო, ის ყოფილი შენი ქვია მაგას. ამის გაგება გიტყდებათ, ამის გაგების არ გინდათ, იცი? აღიარება არ გინდათ. მე როგორც ეს ხელისუფლება მე-13 წელს რო დაიწყებს აღიარებას, მაგრამ უკვე გვიანია. გვიანი შენ გესმის, შენ რო რაღაცით მოიმატო, ბიჭო, რა ვიცი, 100 წელი დაჭირდა, 100 წელი დაჭირდა, შენ რო 3 მილიონი გამხდარიყავი 700.000-დან. 2 საუკუნე დაჭირდა, შენ რო 3 მილიონი გამხდარიყავი. იმ დროს როცა შენ პრობლემა მოხსნილი ქონდა ტერიტორიული და შენ ქართველი კაცის გონება არ იყო დაკავებული, ახლა აი ის შემომივარდება, ის რა ქვია, რაღაცა 4 კაცის სტუმრობა ქართველი კაცის არაფერი არ იყო. აი დაჟე მაგ პერიოდში 100 წელი გავიდა, რომ შენ 3 მილიონამდე ასულიყავი. თორე 5 მილიონი ნახევარი შენ მარტო ქართველი კი არ იყავი, კაცო. ეხლა მაგის პერსპექტივა კი არა, შენ დაჟე ფიზიკურად ჯერ გადაჭირთ, კაცო. ჯერ პროცესი კი გააჩერეთ. პროცესი გააჩერეთ მეთქი, რომ აი ამ განადგურების პროცესში გააჩერეთ და მერე იფიქრეთ, კაცო, განვითარებაზე, გამრავლებაზე. ჯერ პროცესი ვერც აჩერებთ. კაც ამას რო ვეუბნები, პირიქით დაბლა მიწეთ, ეს რუსეთუმეაო, რა მნიშვნელობა თუ გინდა ბიკეტი დამიძახე. ვინ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ვინ როგორ ამ სიმართლეს ვინ გეტყვის? მე გეტყვი თუ თეკლა გეტყვის თუ რა ქვია აფხან ჩაუმფხანაშვილი ჟუჟუნა. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, კაცო? შენ პროცესი გააჩერე, კაცო, თუ შეგიძლია. ტერიტორიები უნდა დაიბრუნო, მე დააბრუნე ეს ტერიტორია, ვინ მიყავს იქ საცხოვრებლად? შენ მაგაზე არიდარდო, შენ რო უკვე კრიტიკულზე ჩამოხვალ, ის არაბები თვითონ დაალაგებენ, კაცო, იმ აფხაზებთან, კაცო. კაი ფულითაც შევლე, შენ მაგაზე არიდარდო. პერსპექტივა ეს არის, პრემიერის გამოსვლა არის ერთი სიტყვით. უშველეთ თავს, ვისაც შეგიძლიათ. მე მართლა შემეშინდა რა. რაღან ვერ დამალა მართლმა პარტიამ ესა. ბიჭო შემეშინდა უკვე რა. მეთქი რა არის მართლა ესე ბიჭო აი ესეა რა. ეხლა ეკლესიაზეც გეტყვით, კაცო, კი არ ვერიდები, კაცო. მე კიდე ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს ეხლა ერთი რამე რა. პატა, სანამ ეკლესიის თემაზე გადავალთ, მე მომისმენია ხოლმე ეკლესიასთან დაკავშირებით როგორი პოზიციები გაქვთ და ვიცი რომ ძალიან მოზომილი, სიფრთხილით და სხვანაირად თუდგებით ხოლმე და სანამ აქამდე მივალთ, მე მინდა ერთ შეხვედრას შევეხო, რომელიც ქართველთა დიდი გაერთიანების სახელით არის ცნობილი. ვერ გავექცევით ბატონო პატა. მე გახსოვთ როგორი კადრი გამოგიგზავნეთ, კადრში გიცანით, აი ესე გქონდათ თავში ხელი წაშენილი და აი ამბობს ვერ გავექცევით, უნდა ვისაუბროთ, სხვა გზა არ არის. ბატონო პატა, რა შეხვედრა იყო, ვიცი რომ საჯარო შეხვედრა იყო და ხალხთან უნდათ საუბარი და იქ იყო არა მარტო
თქვენ თუ ამბობ ძალიან სიფრთხილით, ძალიან მოზონებლად და რა გეხვეწები რა რუსეთი აგენტიაო მომისაო ეკლესიაო და მოაშორე აქ მაინც უღა მაკუთხებინებთ რა ეგეთ რაღაცებს რა რუსი არა მარი არიდარდო ბალდი არები იქნება კაცო მე მაგაზე არიდარდო ჩემიათ მე მგონია ესეთ კატეგორიას და ბატონო პატა ნახეთ რა მინდა კითხოთ უფრო მალე მუსულმანი რომ იყო შეხვედრა პოლიტიკურ თემებზე უნდა გესაუბრათ და მოხდა იქ შეხება საპატრიარქოზე ძალიან უხეშად ძალიან ცუდად პატრიარქსაც და აი ამ დღეზე მინდა ცოტა რომ ისაუბროთ და მერე თქვენ რა ფორმით მიმართავთ და რა ფორმით ესაუბრებით ხოლმე აქედან დიდი პატივისცემით და სიყვარულით როგორც იცით ხოლმე აი ისე ახსენით მერე საპატრიარქოსთან მიმართებაში რა დამოკიდებულებით საუბრობთ და როგორი სიყვარულით ესაუბრებით ამდენ წლიან ინსტიტუციას. მოდი ჯერ ის ამბავი მოვყვეთ რა იყო იქ, რა შეხვედრა იყო და რა საუბარში მოგიწიათ ჩარევა და არც გაცადეს ეგეც ნახე უკვე და მოვასწარი და მინდა საზოგადოებამაც გაიგოს. არა, ნუ რავი, მთხოვეს მივედი, მე ყველა ტრიბუნას ვიყენებ. არათუ იცი? ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ, რომ თუნდაც რომ იქ მაგინონ. მე ამას ვეთქვი და ის თავის თავთან მარტო რომ დარჩებიან თვითონ იფიქრებენ კაცო და ჯაი ტელეპირული ხომ ძულს დამიძახოს იქაც მივალ მაგრამ აი მას ვეთქვი რა ბიჭო აღარ არის მაგის დრო სადაც არ უნდა დამიძახონ ყველგან მივალ უკვე რომ ბიჭო ერთი ორ კაცი ტვინში რომ შევიდეს ის რომ ბიჭო ნუ არ გვიძულდეს ერთმანეთი ხო მაი რაღა ჩემი რასაც ვლაპარაკობ ამიტომ მეც დავთანხმდი მივედი რა ვიცი უნდა გველაპარაკა უსაფრთხოებაზე რაღაცა ხო და ბიჭო რა ვიცი ცოტა მე არ მესიამოვნა რა თქმა უნდა კიდე ერთხელ მე ცხოვრებაში არასდროს არ მყავს რაღაცა ავტორიტეტი ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ერთადერთი არის პატრიარქი ხო და რა ვიცი რაღაცა არასასიამოვნო წაიწყო იქ ლაპარაკი და რაც უყურეთ ეს იყო გაჩუმებული ვიყავი 2 საათი რა ერთი კი ვთქვი რომ ვინანი ახლა აქ რო წამოვედი მეთქი იმიტომ რომ სახში ისეთი კაილობიო საკეთე და მე უყურე ნეტართან მოსულიყავი მეთქი რა იმ ყველაფრის მოსმენას ხო ჯობდა მართალი ხართ მესმის თქვენი ეხლა შეეხეთ თქვენ საპატრიარქოს თემასაც და მინდა თქვენი პოზიცია აქაც თქვათ როგორც იცით ხოლმე მინდა ეხლა კიდე ერთხელ შემეხმიანენ დღეს გამოვიდა რა ვიცი ტელეპიროლმაც გააშუქა ესა და თქვა რომ საპატრიარქოს წმინდა სინოდის ეგიდით ეთყობა გაიგეს ჩემი ხვეწნა მუდარა საპატრიარქოს ეგიდით ხელისუფლებასთან ერთად ყველა ვჯდებით მაგიდასთან ალტიმპოს ეს ისა კონსერვატორებს მოსწონს არ მოსწონს ხელისუფლებას მოსწონს არ მოსწონს რა ვიცი ლიბერასტები მეგევნებით ძალას თორე ახლა ისინი რა იჩენ ფეხების ძალაა კაცო და ერთ რამეზე ვთანხმდები ანუ მოუწოდა ის რა ვიცი რომ ჩვენი ეგიდითო უნდა შედგეს დიდი შეთანხმება შერიგება მოლაპარაკება მე ამას გავკივარ უკვე რავი 1 წელია ხალხო რა თეკლა ეს ინსტიტუტი არის 1700 წლის ჩვენზე მეტი აქ ნანახი და ჩვენზე უფრო მძიმე სიტუაციაში გავული ამ ინსტიტუტს ბევრჯერ ინსტიტუტი ყოფილა წაქცეულით მაგრამ ღმერთის წყალობით ისევ ქვეყანა შეინარჩუნა ყველას ვეუბნები ყველას მოუწოდებ მეც არ მომეწონა ბაჩუ ახალაიერო დააჯილდოვა კაცო წმინდა გიორგი ვის მოეწონებოდა მაგრამ იმას თავის ფილოსოფია აქვს ის უფრო სხვა ქრისტიანული დოგმებით მოქმედებს ამიტომ ხმაც არ ამოვიღე და სწორიც ვქენ და არც გავაკრიტიკებ და ნუ ყველას თხოვ მოგწონთ არ მოგწონთ ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს არც ხელისუფლების დაძახებაზე არც კონსერვატორების დაძახებაზე არც სოდომიტების დაძახებაზე ჩვენ ერთმანეთს ვერ შეურიგდებით კაცო ნუ მოვიტყუებთ თავს ამიტომ ჩვენ თუ ამ ეპშტეინიზმმა რა თქმა უნდა დიდი ომი აქვს გამოცხადებული ფიზიკური ომი აქვს გამოცხადებული მართლმადიდებულ ეკლესიაზე მართლა კი არა თვით უკრაინაში ომი წვეთოთ ეგრეა კაცო ამიტომ ბიჭო
აქედან ეპშტეინიზმი უტევს. ეს ქართველები ზღევართ კიდე ძირს უთხრით. ბიჭო, რა ვიცი, იქნება იმ ეკლესიამ უფრო მეტი ინფორმაცია და იმან იცის რა დროს უნდა გამოვიდეს, როცა ის დრო უნდა მოვიდეს, რომ გამოვიდეს და თქვას რა ხა ყველა შვილებო აქ მოდით ჩემთან. ჩვენ ხო ეს არ ვიცით. ამიტომ ბიჭო, ყველას თხოვ, ყველას ვეხვეწები, შენ გამოდიხარ შენი გაბრაზებიდან, აი იმან ის რო გააკეთა, ბიჭო, გამოდი კაცო აქეთ. შენ ესა რო ლაპარაკობ. შენ რო ქრისტიანი ხარ, მაგ ინსტიტუტმა იმხელა ზღვა სისხლია დაგვილი რომ შენ დაბადებული არიყავი და შენ რო ქრისტიანად დაბადებული ხავი, მაგან თავი 6000 ბერი ერთ ღამეში დახოცეს, კაცო, თავები დააჭერთ. რა ებს ლაპარაკობ საერთოდ რა? სიგიჟეებში რო ხართ, კაცო. ამიტომ ყველას მოუწოდე, ბიჭო, გაანებეთ. მე ვერც ერთ სტრიმს ვერ მეთქვით, ვერც ერთ ჩემ სატელევიზიო იქნება თუ რაღაცა მე ამ დორეთეზე ცუდი ვთქვა, ამ პატაცანავას, ბიჭო, თუ უნდათ რომ მე ცუდი მეთქვა, ეკლესიიდან გააგდონდა, მე განახებ მაგაზე ცუდის თქმას. პირით კი არ მექნება, ტუალეტი მექნება პირში. მაგრამ სანამ იმას კაბა აცვია და იმას უფლება მოსილება ეკლესიის აქ მიცემული ამისი, ბიჭო, ხმას არ ვიღებ, კაცო. როგორ ამოვიღებ, ხმას არც მივალ დაარდებული, იცის ეკლესიამ თავის საქმე. ჩვენ ნუ უწყობთ ხელს ამ ეკლესიის ისედაც ეს სოდომიტები, ეპშტეინები შესეულები არიან, ძირს უთხრიან. აი რე ხო დაინახეთ შეღწეული, ნუ მოვიტყობთ და შეღწეულ დღეს ეკლესიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ევროკავშირის დროში დარბეს. წარმოგიდგენთ რას გეუბნებით? ანუ გარყვნილი დროში დარბეს ხალხო. არა და ის ანაფორაცია. იმ ორგანიზაციის დროში დარბის, სადაც 27 ქვეყნიდან 24 აქ მიღებული ერთსქესიანთა ქორწინება და ეუბნება ქართველებს იქ შემოდითო, იქაო, ერთსქესიანთა ქორწინებაშიო, კაცო. ხდელზე მაგ, ანუ იქაც შეაღწია. მე იმას კი არ ვაკრიტიკებ, მოცემულობას გეუბნებით რაც არის, კაცო. მოგწონს, არ მოგწონს, ბიჭო, რავი, ჩემგანი გაიხედეთ რუსთაველზე, კაცო და ნახავთ. ჩემი გენებაზე არ არის აქ ლაპარაკი, გეუბნებით მოცემულობა გოგესა. იქაც შეაღწია, ვაღიარებ, შეაღწია, კი. ფულზე გადავიდე, ნარკომანებიც არიან, კაცო, იქ შენ რა გონი არ არიან? მაგრამ შენ ეკლესიის მტრების იცით რა არ მესმის, როცა მტრობა გინდა, ბიჭო, სუფთა ვერ ანიპოვე იქ. მანდა მაინც უარყოფით სროიძებ, კარგი და სუფთა ვერ ანიპოვე. უჩიას რატო ეძებ? იმას ყავს იქ ეკლესიაში ისეთი რომ იმას ღმერთი თვითონ მიხეს, შენ გამოდი აქეთ, შენ საერო საქმეს მიხედე, კაცო. და ეკლესიაში თუ მიდიხარ, იმ ღმერთს იმას კი უყურებ ის ვინ არის? შენ იმას ისე უყურე როგორც ხიდი შენსა და ღმერთს შორის, კაცო. იმაში შარვალი აწვია თუ ჯინსები თუ იუბკა, შენ მაგას გაანებე თავ იმას რას უყურებ? მე ესე უყურებ. მაგრამ ჩვენ მეტი გამოსავალი არა გვაქვს, თეკლა. რაღაცა რო იყოს და იქნება ის რაღაცა. აუცილებლად იქნება, უჩემოთ ხო გძნობთ უკვე რო იქნება, კაცო. ჩვენს რეგიონში. ინსტიტუტი არ არსებობს მეთქი, თეკლა არ არსებობს ინსტიტუტი, რომ ეს ერთმანეთში სიძულვილში, ერთმანეთში ქართველები ბიჭო, მე წარმოდგენაც არ მაქვს, რომ გუნდა, როგორც არის რა. რომ ვიღაცამ დაიძახოს, რომ ბიჭო, ახლა ცუდათაა საქმე, ან იძულებული ვიყოთ ყველა, რომ ეკლესიაში მივიდეთ. ანუ გადატანით მნიშვნელობით გეუბნებით რა. ამ დროს ჩვენ იმ უკან დასახევ გზასაც ხერ გავთ მეთქი, ამის თქმამ იმასაც ვანგრევთ, იმას თითქოს არ ეყოფა, რომ მტრები შესეული აქვს საუკუნეები, კაცო. ხო სულ ბრძოლაშია ეს ეკლესია. ამ დროს დგევარ და კიდე ჩვენც უმატებთ, კაცო. მე აქედან გიყურებთ. მე ამ განსახედ მართალი ხარ, ტყვანი ხარ, სწორედ მიხვედი, არ მიხვედი, ბიჭო, ეს ამგაც არ გეუბნები, კაცო. რავი, შენი საქმეა, შენ იცი. აი ეს რავი ხარ, რატომ გამოიწვია მე რომ ეს იქა თქვი, რომ ბიჭო, რავი რა, ეკლესიას გავანებოთ თავი მეთქი, კი დაინახე, რამხელა აგრესია გამოიწვია, ეს ვიღაცა პონჩიკა ბავში მოვიდა გვერდზე დამიჯდა. შენაო რაღაცა გადაერთო იქ რუსებიო, იქ ჯაშვილები, აუ, ჩემი, ავდეგი წამოვედი რა, უნდა მექნა, კაცო. ამ დროს გადაგებდნენ გაერთიანებას და 5 კაცი იძდნენ კიდე გამოდახოცეს ერთმანეთი, კაცო.
და უნდა აღვნიშნოთ ბატონო პატა ამ ხუთკაცში გამოაცხადეს, ვინაიდან რადგანაც ესეთი რთული სიტუაცია დადგაო, საჯარო აღარ იქნება ჩვენი საუბრები იმ ხუთკაცში. თეკლა რაც უნდა ისქნა კაცო ბიჭო უყურე თეკლა შენ თუ ეხლა მაგას იმისთვის იყენებ რომ ისინი დააკრინო მე გეტყვი არა ბატონო პატა ეს უბედურებაა რას ლაპარაკობთ უბედურებაა ბატონო პატა 35 წლის განმავლობაში თქვენ ჩემთვის მამის ტოლი ბრძანდებით მე ვარ პატარა ასაკის თქვენთან შედარებით შვილის ტოლი მქვია ხო ნახეთ რას ვიძახი ბატონო პატა 35 წლის განმავლობაში რო ვერ შეთანხმდნენ ერთ აზრზე ვერ დადგნენ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუნდაც იმ ლიბერალისთვის ავიღოთ, თუნდაც კონსერვატიულად მოაზროვნისთვის ავიღოთ. ერთი ხოა სამშობლო, ამის ირგვლივ, ფუნდამენტის ირგვლივ რო ვერ გაერთიანდნენ ბატონო პატა, დღეს ჩემ თაობას ამიტომ აქვს საბრძოლი და მე იმისთვის ვიბრძვი, ჩემი შვილის თაობას არ დარჩეს ეს საბრძოლი. ხვდებით რას ვამბობ? ეს უბედურება ამას დამცინავა და დამაკნინებლად არ ვიძახი. გულდასაწყვეტია. მართლა გულდასაწყვეტია ეროვნულები თუ ხელოვნურად და ბოროტად გამოყენებული ხელი. აქ ძალიან დიდი სხვაობაა ბატონო პატა. იქ ახალგაზრდაც იყო და ამაზე დამწყდა ძალიან გული. იქ არასწორი ნახეთ მე რა ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა მე და შენ ბატონო პატა დაგვიჯიჯგნია ერთმანეთი პოლიტიკურად. მაგრამ როდესმე ზრდილობის კულტურის ფარგლებს ან მე ან თქვენ გავცდენი ვართ ურთიერთპატივისცემა ჯერ პლივ ასაკის, მერე პიროვნების რა მნიშვნელობა აქვს თქვენ მე მეთანხმებით თუ არა ერთ აზრზე, ერთ ოჯახში გაზრდილი ადამიანები ვერ არიან ზოგჯერ და აი ნახეთ უფროს უმცროსობას რო თავი დავანებოთ ეთიკის, ზრდილობის, მორალის, ყველაფრის ნორმები რო ჩამოშლილი გვაქვს, აი იქ იყო რაღაც ეგ ნიუანსი და მაგან ძალიან მატკინა და ძალიან მეწყინა. სიმართლე მართლა მეწყინა. ეროვნული ფლანგი რო ქვია და ხალხი ამას როგორც ეროვნულ ფლანგს ისე უყურებს, იმ ლიბერალს მარტივად შეუძლია გაგამარგინალოს და მარტივად დაქცინოს ამაზე და ამაზე ხანდახან ჩვენ თუ თვალში თითი არ ვატაკეთ ერთმანეთს და არ გამოვაფხიზდეთ რა გვეშლება და სად გვეშლება 35 წელი ქვეყანასთან შეგვეშალა ბოლო-ბოლო. მე და თქვენ შორის შეგვეშლება თუ არა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ბატონო პატა. ქვეყანასთან გვეშლება. ჩვენი ამდენი შეუთანხმებლობით საბოლოოდ ჩვენს ქვეყანასთან შეგვეშალა. წინაპრების სისხლით მორწყულ ქვეყანასთან შეგვეშალა, ხო ფაქტია ეს ყველაფერი, მე ხო არ ვიგონებ რა. უყურე, თქო მე ვიცი თქვა მინდა იცი? მაგის ფუფუნება ამ ქვეყანას უკვე აღარ აქვს. რომ რატო იცი, იმდენად ცოტა ხართ, ცოტა ვართ. იმდენად უკვე ცოტა ვართ, რომ ეპშტეინიზმაც კი ვერ დამალა მაგი. წარმოგიდგენიათ, ესე იგი იმ ხელისუფლება მაგაზე რომ დაიწყო ლაპარაკი, ხო წარმოგიდგენიათ რამ ხელა გინდა პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა იყო ხო მაგათვის, მაგრამ იმდენად კატასტროფაა უკვე ეგ სიტუაცია, ვეღარ დამალეს. ამიტომ ქვეყანას ის ფუფუნება რომ შენ რუსეთის დუმა მოგწონს თუ კონგრესი ბიჭო გაანებეთ თავი ხვალ მაგაზე შენი ტვინი მაგაზე ხვალ დრო არ გეკრება მაგაზე იფიქრო შენ იმაზე იფიქრებ ხვალ ისი არ მოხდეს ღმერთო ერთი ისი არ მოკლა ჩემ ქვეყანაში არ დავიმარხო ესე ბიჭო ესე არ მოხდეს ამი ხდება ხოლმე რატომღაც ხდება ხოლმე კიდე ერთხელ გეუბნებით, კაცო. თურქეთმა 12 სამხედრო ბაზა გახსნა ერაყში, კი არავის შეეკითხა, კაცო. რამე იქ ვიღაცას ეგ კი არ დაეკითხა, ან გაეროს, ან ნატოს წევრ ქვეყანაზე გველაპარაკებით, კაცო. ბიჭო, რავი არ მოხდეს. ლავროვმა საათი და 35-36 წუთი ინტერვიუ ჩემ გვერდზე დევს. როგორ ალ-ჯაზირას მისცა ინტერვიუ და როგორ მოიხსენია, იცი? არაბეთი. ესეთი კაი ურთიერთობაო, ჩვენ არ ქონიაო, დაჟე არც საბჭოთა კავშირის დროსო და არც თანამედროვე ისო დროშიო. როგორც დღეს აგვაქვს, არაფერს არ გეუნებათ ეს კაცო. ამ დროს იმ არაბეთის პრინცი ჩასულია და რუსეთის პრეზიდენტს ეუბნება
ჩემო ძვირფასო ძმაო. ბიჭო, კაცო, მაგრამ თქვენ კიდევ მომობ, აქ სხვანაირად ხდება, იმდენად მძიმე კატეგორიის ხალხია უკვე ჩართული, იმდენად ჩიხური სიტუაცია, ვერცერთი მხარე უკან ვეღარ დაიხევს, კაცო. გამორიცხულია, უკან რო დაიხიოს ეხლა ამერიკელებმა, პირობას გაძლევ, სისხლის ზღვრის მთელი ოკეანე იქნება. არ დაიხევს უკან, მაინც ესე იქნება და გეტყვი რატო, კაცო. როგორც კი დაიხევს ამერიკელები უკან, ამერიკელების ვასალი ქვეყნები იმ წუთში ხამასი, ფათახი, აი ეს ორგანიზაციები ეგრევე წამოყოფენ თავს, კაცო და ეთყობა, მერე ნახეთ თქვენ რაც იწყება, კაცო. არ დაიხევს და რამეს დაიწყებს? შეიძლება ისეთი ცეცხლი დაანტოს აქა, თვითონ გავიდეს მერე. და ეს ცეცხლი ათეული წლებით გაგრძელდეს. როგორც ირან-ერაყის ომი, კაცო. შენ შეგითხრეს თვითონ ხელებს დაიბანს და შორიდან გიყურებს. კაცო, ის აგერ ნახეთ უკრაინა, კაცო, რა ვიცი, სამე კარგად იყავით, კაცო, თქვენ მიხედეთ თქვენ. აზერბაიჯანი ხორცად იქცა ეს ქვეყანა. აგერ კაცო, ევროპელებმა მოხდენო, კაცო, აწვიო. ბიჭო, ამიტომ ვამბობ, ასე კი ნუ ფიქრობთ, ეს კაცი ვინ არის, რომ მე რო რაღაცას ვამბობ, თქვენ თავს ვკითხეთ. თუ არ და როგორც გწვევიათ, გიჟია გაატარეთ, კაცო. მეც გამი 10 წელი ვარ მაგაზე. თუ არა და გადახედეთ თქვენივე პატრონების, ეპშტეინელების ინფორმაციაში შედით. ჩემსაც ნუ უყურებთ, თქვენ შედით და თქვენ ნახეთ, რამხე კიდე ორი ის მიდის, გემი მიდის ახლა იქით. ეს არ არის ერთკვირიანი, ერთწლიანი ომისთვის, კაცო. ეს 10 წლები გაგრძელდება, კაცო. ეს ესე მარტივად არ მოხდება, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, კაცო. ირანმა იცის რომ უკან რო დაიხიოს, ბიჭო, ჯერ ერთი ჩინეთი არ დათმოს, ჯერ ერთი რუსეთი არ დათმოს მაგას. ამიტომ აქ ესე მარტივად და ახლა ამ თამაში ვიღაცა დგას ეგ კობახიძე და პაპუაშვილი და რა ვინ გეკითხება? საერთოდ ჩანხარ კაცო, ბიჭო, შენ ოფისის იქით ავტორიტეტი აღარ აქვს. ქვეყანა არის უკვე უფუნქციო ავტორიტეტო, კაცო. რას ბოდიალობენ ეს ხალხი? აი ახლა მახარაძესა რო იჯდა, აზე ხარ, აი ეს არის, აი ეს მაჭავარიანი შვილი არის, მაჭავარიანი შვილი კი არა დამნაშავე. ჩემი პაკალენია ეს მაჭავარიანი გაზარდა კუნძულზე გაზრდილმა იდეოლოგიამ, კაცო. ჩვენ ქართველებმა რო გადავაბარეთ, შემდეგი მაჭავარიანი შვილია, კაცო. იმას ესე ჯერა, კაცო, რომ იმან არც უფიქრია, საერთოდ სამხედრო რა არის, ისაც არ იცის, კაცო. ნატოში შევალო, ხედავ რა დღეს რო ადამიანი იმაზე ეკაჩავება, აი დღეს მაინც, კაი, 4 წლის წინ შეგელო კიდე ხალხი მოგეთ, დღეს რო მაგას იტყვი, კაცო. რომ ჩვენ ნატო და ევროკავშირი გვინდა წარმოგიდგენია რადონის დაუნია, კაცო, რადონის ეპშტეინიზმია გამჯდარი სისხლში. დღეს, რატო იცი, ამერიკელებმა ახალი უსაფრთხოების დოქტრინა მიიღო, სადაც შავი თეთრზე ჩაწერა, კაცო. ჩვენ აღარ ფართოვდებითო. დოქტრინა მიიღო. დოქტრინა, იცი რა შეა, დოქტრინა მიიღო. ჩვენ კი არა, უკრაინა აგერ გაანულეს და იმას უთხრეს, ხალხო, კარგადო. კაი, შენ უკრაინაში გითხავს, რომ კაი, მაინც იგებსო. შენ ხო მაინც ნატო ხო არის, მოდი მოვიტყვით, ნატო არის ამერიკა ხა, სხვა აბა გერმანია არის 62,000 ჯარი, 71,000 ჯარი, ბრიტანეთი არის 23,000 ჯარი, გერმანელებს აქვს 200 ტანკის უყოლა ვიცი, კაცო, ეგენი. ნატო არის ამერიკელები. ის ვინც არის ის გეუბნება რომ სომე დოქტრინა მივიღე, უსაფრთხოების დოქტრინა მივიღეო, კაცო. რომ მე აღარ ფართოვდებიო. მაგრამ ამას იმდენად ჩემი თაობის დამსახურებით იმდენად გაუჯდა ეპშტეინიზმი, რომ ამის დაჯერება ამის ძალიან რთულია, კაცო. ეს რომ ამან დაიჯეროს, აზე ხარ დეპრესიულ მდგომარეობაშია ტიპი.
ამიტომ ეხლა უყურე ნახე ბიჭო, აი მე რამხელა არა, უყურე. ეხლა უნდა ვისარგებლოთო, რუსებსო ჯარი არ აყავსო. იმდენი ჯარი არ აყავსო, რომ და ახლა არის მომენტი უნდა ვისარგებლოთო. ბიჭო, გამომხილეთ კაცო აქეთ. ერთი სალდატი არ აყავს გამოყენებული თეკლა. ერთი სალდატი. 3 წელი ხო გავიდა, ერთი სალდატი არ აყავს, ერთი სალდატი შემთხვევით მოხვდა ფრონტზე. ის იმდენი გახარება და ჯანმრთელობა ჩემშვილებს. და მე ამ ქვეყანას კამბრიგი ხო დაიჭირეს, მოხსნეს. კამანდი პალკა ხო მოხსნეს. ბატალიონის უფროსი ციხეში ჩასვეს, კაცო. როგორ მოხდა? აი სროჩნიკი რა, როგორ აი 18 წლის რო იწოვენ ჯარში. კონტრაქტნიკი კი არა და ის დაბრავალიც კი არ არის. მოხდა. ბიჭო, ჯერ ჯარი არ გამოუყენებია ტიპს. ისე ომობს. შეიდიოტო. თანაც, თეკლა უყურე. შენ საქართველოს ბიუჯეტი არის 36,000 ადამიანზე გათვლილი სამხედროზე რა. იქ შედის დამლაგებელი, აი ეს ყავის დამლევები როზიანი იქ არაფერს გამკეთებლები. და სულ წელი შენი თავდაცვის სამინისტრო არის 36 კაცო. 71,000 კავკასიელი უკვე ომობს, სუკა უკვე ომობს. შენ რომ მობილიზაციაც გააკეთო, იმდენი არ ახარ, რაც უკვე იქ ომობს, კაცო. იმათ უკვე 4 წელი 3 ხო, მალე 4 წელი დაიწყება, კაცო. იმ ხელა სამხედრო გამოცდილება და სულ სხვა ომია, კაცო, იქა. იდიოტ, რებს ლაპარაკობ, რა ნატო. რა თავდაცვა უნდა გააძლევ, რამდენი უნდა გააძლევ, 1,700,000 კაცმა სამხედრო. სულ შენი აი ეს დემოგრაფიული პოტენციალი ხარ სულ 460,000. ანუ ვინც ბავშვი უნდა გააკეთოს. სულ მაგდენი ხარ, მეტი კი არა ხარ. ნუ გეცილება, მართლა გეუნები. ეხლა პენსიონერები გამოაკელე ხარ 50 წელს გამოაკელე. ანუ დემოგრაფიაზე რო ცოლი მოიყვანოს და რაღაცა ხარ 460 რაღაცა 1000. რა დავდაცვის სამინისტრო უნდა გამიძლიერო? რამდენი უნდა გაიწვიო მანდა? ამდენს კი არ ფიქრობენ. ეპშტეინის, რატო იცი, ეგენიც არ არის კიდე გეუნები დამნაშავე. ჩვენი თაობაა დამნაშავე. აი ეს ბავშვები რო გადავეცით გასაზრდელად, კაცო, ბავშვი ჭამიებს. აი ეხლა ეს ვიღაცას ეხლა თუ ამის გამო მე ვიღაცა შემაგინებს, ბიჭო, ამით კი არ მოიმატებს დემოგრაფია. არა კაცო, მაგით არ იმატებს. დემოგრაფია ცოტა სხვა რამე ჭირდება. ამიტომ როცა ამბობ ირანის თემაზე, ესენი როგორ უყურებთ? ამერიკელები დაბომბავენ, ისინი არა კაცო, ამ თვალით ნუ უყურებთ კაცო. 20 წელი ერაყს ეომებოდა ირანი. და ერაყს ამარაგებდა სადამ ხუსეინს ამარაგებდა ამერიკელები. ვაფშეტა რო იცოდეთ. მარტო აი მეზობლებს შორის იყო რაღაცა ისაც 20 წელი გაგზელდა ხალხო. შენ გესმის აქ რა იქნება? ვაფშე წარმოდგენა აქ თან მართლა ეპშტეინდებილება წარმოდგენა აქ რა შეიძლება დაიწყოს? მოსკოვიდან იმიტომ წამოვიდა ესეთი სიგნალები რომ ბიჭო აზერზე მოდით მანდა. თორე იქაც შეიცვალა მეთქი თეკლა სიტუაცია რო გეუნებით კაცო. იქ სულ ამათ ქართველებს როგორ აქვს წარმოდგენილი თურსეთ ის არის ის უყურებს ის აღარ გიყურებს რომ შენ აი ქართველები დამხინკალი ხარ არა კაცო ის უყურებს შენ უკვე უცხო ხარ უკვე გაუცხო ის თაობა წამოსული შენ მაგისთვის ძალიან უცხო ხარ კაცო ალბათ ბავშვი რო იბადება კიდგეონები პილიონკაში კამუფლიაში ახვევენ კაცო უკვე იქ სულ გასამხოდროვდა ყველაფერი თან გასადევი ეკლესიები და 1000 რაღაც მოიგონეს რომ ჯარისგან თავის ასარგებად ახალგაზრდებისთვის. ეს ეპშტეინს მიქვია მაგას. ამიტომ უყურეთ ეკლა შენ მე იმ თვალით ნუ უყურებთ მეთქი ამ რუსეთს რომ აფხაზეთი წამართვა, იქ ჩემს სამაჩემლო წაგართვა. მალე მაგას კი არ წაგართმევთ, მარტო რუსები კი არა. რა ვიცი?
რა ვიცი, სულ სხვა სიგნალები მოდის სხვადასხვა სამეზობლოებიდან. რა ვიცი, კულტურული ავტონომიებიო. ჩვენო საუკუნეები ცხოვრობთო, თუ მარტო მე მესმის ეს ყურებში. აქ რო ესე ნივიჟოს რო არ ხედავთ და რო ატარებთ რა. თითქოს სირაქლემის პოზაში რო ვართ. არ ვიცი. შენ ამ დროს რა ხარ? აგერ რა ხარ, მაჭავარენი ხარ რა. აი ეს არის შედეგი, აი ეს იქნება კაცო. არაფერი აქ ქვეყანა მეგეონებ მე ისეთი დავიგრუზე თამუნა ყოველთვის მეკაჩავებოდა არა სანუნა წავიდე თამო მე უთხარი მე არ ვაპირებ კაცო არაბებისთვის და პაკისტანელების აქ თავი შევწირო სამჯერა ვართ ეკლა დაჭრილი თქვენებაში ნამყოფი კაცო რა ქვეყნის გულები კაი ერთი კაცო რა იმას ვერავინ ვერ მეტყვის რა ეხლა ვიღაცა პაკისტანელი მე მოვიდეს თავის შვილთან ერთად და ყვავილები დაგო ჩემს საფლავზე კაი კაცო ან არა რატო ვიბძოლო კაცო ბაზალეთის ვიბძოლო აღარა ბაზალეთი ჩემი წყნეთის ვიბძოლო არ არის წყნეთი ჩემი ვისის რომ მითხარით ხალხო თბილისის თავზე რო აშენებენ ალახს რომ იწერენ იმ არა კაცო იმან ნიომოს ვისიც არის კაცო აწი არ გინათ ეგ სიმართლე მაშინ თუ გენდა გეტყვით აი ქართველები ხა მალე 10 მილიონი გავხდებით ეხლა ჩვენ გვაჩუქებენ არეშკინებს სარმატებს პალესტინურ აღსკეპრები ბევრს მოსწონს ბატონო პაატა მაგრამ რეალობაში ცხოვრება ჯობია მე ვფიქრობ კითხვა დაგისვეს ბატონო პაატა სომხეთ აზერბაიჯანის დასავლეთთან ჩახუტებაო რამდენად ზურეთ დაუწყება ესენი გიჟობენ არაფერი არ თვითონაც იციან რომ გიჟობენ როგორც ჩავიდა ვერსი და გამოვარდა პაშინიანი და ჩემი უფროსი ძმა არისო პუტინიო პაშინიანმა ამ დროს ვენსი იყო უკვე ბაქოში მაგი რო გააკეთა განცხადება კაი ახლა ნუ იტყუებენ თავს ეს გიჟები ესენი რა თეკლა სამხედრო ადამიანი მიმიხვდება გემი როგორ შეყავდათ კასპიის ზღვაში ამიხსნას ვინმე ფიზიკურად როგორ კიდევ ამ სიგარეტი ხო არა ჯიბეში ჩაიდო და აზერბაიჯანში ჩაფრინდა და ჩაიტანო სამხედრო გემი რა გზით ჩააქვთ რას გიჟობენ თვითონ მაგ არაფერი ისინი იმათაც ასწავლიან ჭკუას კაცო არ გამოვა ამბავი მე იმიტომ ვარ აღშფოთებული კი არა ვარ აი როგორ ვარ იცი მდერვიულობ რატო იცი მე ხო გეუნებოდი აი შარშან თუნდაც შენ სტრიმზე როგორ ვაყვიროდი ბიჭო ყველაფერი იწყება უკრაინის მერე მეთქი ჩვენს რეგიონში იწყება ხო ჩემი სიტყვებია ეკლა დამეთახმეთ რა ჯერ სადახართ კაცო ჯერ სადახართ კიდევ ამ წელს ჩემი გათვლებით ეხლა შეიძლება მე არათანამედროვე სამხედრო ვარ ახლა ცოტა სხვა დონია რა ეხლა რაც მე დონბასში უხურებ რავი იქ რობოტები დადიან დაჭრილები გამოყავთ რობოტები დადიან ბაიპრიპასები მიაქვთ რავი სულ რობოტები არიან კაცო ამიტომ ეს რაც ჩემი თვალით ვნახე ბიჭო ჩემი გათვლებით ამ წელს ვერ უნდა მოასწრონ ირანთან ომი რო იქნება ეს გარდაუვალია კაცო ეს გარდაუვალი პროცესია კაცო ჩემი გათვლებით ამ წელს ვერ უნდა მოასწრონ ეს მეგევნებით რომ აი შეიძლება ჩამორჩენილი ვარ და ტექნიკა უფრო სხვაგან წავიდა მე არ ვიცი მაგრამ რამდენიც ვიცი, იმდენად მე არ ამგონი ამ წელს და თუმცა იქნება შეტაკებები. კი, ეს იქნება, კაცო, ეს არ გაჩერდება, კაცო, აგერ ყოველდღე აქ რო არაჩვენები, ყოველდღე იბომბება ლიბანი, კაცო. ყოველდღე ისრაელისგან. ამიტომ აი ესია რა, თუ მაინდა-მაინც მე არ მინდოდა სიმართლე გითხრა, ბიჭო, ხალხი მე ვფიქრობ იგრუზებიან, ბიჭო, ჯობია ეხლა დაიგრუზონ. და ამ ილუზიებიდან გამოვიდნენ რომ აი რაღაცა ბიჭო ცოტა ხო ხედავ თუ პრემიერებით და ხელისუფლებაც აი თვითონაც დაგრუზულები არიან სახეზე მაგათიც მესმის თეკლა მართლა მესმის მაგათი ბიჭო რომ აი იგრუზებიან ტიპები რა უკვე რა
ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა გამოსავალს ვეღარ ხედავენ ეგ ფაქტია. არა და ამ დროს აი უყურე გუშინ. რასაც ჩვენ წლებია ვეჩხუბებოდით, ყვიროდით და ხამაღლა ვაცხადებდით, რომ ესე არ შეიძლება. ეგლა პარასკევს განცხადება გავაკეთე, შემოთავაზება მეთქი და კვირას ბატონო პატა, ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა ამ თემასთან დაკავშირებით დასაწყისიდან, ახლაც კი რამდენჯერმე დაწერეს ეგ კითხვა. ბატონო პატაო, თუ საპატრიარქოს შეუძლია იცოდესო, თუ ხელისუფლება შეუძლია იცოდეს, ქართველი ხალხს არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, მიახლოვეთ მაინც რაზეა საუბარი, რომ მივაწვეთ ხელისუფლებასო. გეტყვი, უყურე ეგ განცხადების მერე TV პირველს გადაეცით რომ ან ჩაუგდეთ რომ Facebook-ზე რომ დადებ მონიშნე კაცო თუ გინდა ჩემი გინების ფასად ოღონდ გააჟღერონ ეს კაცო თეთრად თქვენ არ შეიგინოთ და იმათ მე არ მივცემ შეგინების უფლებას არა თვითონ თავის იმაზე კაცო მეძახო რაც უნდა კაცო ის რუსეთუმე რაღაცები სიტყვები ხო იციან მაგათმა უყურე ჩემი განცხადების მერე გამორბის ლავროვი დამობს რომ საქართველოს 3+3-ზე ველოდებით კარები ღია. ამის მერე გამოდის საპატრიარქო და ეუბნება ჩემი ეგიდით მე თანმიმდევრობას გეუბნებით როგორ მიყვება. ხო, ჩემამდე იყო ტასზე გამოვიდა ფიფია გააკეთა განცხადება. გავაკეთე განცხადება, გააკეთა ლავროვმა, გააკეთა საპატრიარქომ და ეხლა ველოდები და გამოვიდა მეუბნები ხელისუფლებას. ან ამ ქვეყანას ბოლომდე ანადგურებ, ან შენ მიდიხარ და გააკეთებ იმას, რასაც გეუბნებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში კავკასიაში კი არ მარტო. აი ჩვენც მოვყვებით მარტო რა, ყველა შემთხვევაში. ბატონო ბატე, კითხვა არ გავექცეთ, აზრი არ დაგვეკარგოს. 3+3 ფორმატმა ძალა დაკარგაო, კითხვა დაგისვეს. არა, გამოვიდა ლავროვმა თქვა, საქართველოს ველოდებით 3+3-ზე კარები ღია. ესე იგი იტარტასზე გაკეთა განცხადება მამუკაფიფიასგან, ჩემგან გაკეთა განცხადება, საგარეო საქმეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, საპატრიარქომ გააკეთა, ანუ გეუბნება ჩემი ეგიდით ყველა შევიკრიბოთ. საპატრიარქო საქმის კურსია მეთქი, რო ვეუბნები რომ ნუ უტევთ ამ საპატრიარქოს მეტი ჩვენ ქართველებს არასდროს არ ყოლია პატრონი. არასდროს. ერთადერთი პატრონი ეგ აქვს ახლა ჩვენა. არც ხელისუფლება თქვენი პატრონი და არც ეკრაგოგო და არც აბულაძე კაცო. ერთადერთი არის რაღაც ჩვენი საპატრიარქო. ჩვენ თვითონ კიდე არ გადავიდე. ამიტომ ვეუბნები აი TV პილოტები თქვენს გამოდით, თქვენს მოყვებით ამ უბედურებაში გეუბნებით. წერით თუ ჩამოინგრა როგორც ჩვენ მოყვებით, ისე მოყვება ხელისუფლება, ლიბერასტი, პიდარასტი, რავი, შუაშისტი, არაშუაშისტი, პოხუი, ვინც გინდა, ყველა ერთად დავიღუპებით, კაცო. გააკეთეთ ის რაც გეუბნებათ, თქვენი პატრონი, ტრამპი, კაცო, იმას მაინც დაუძენეთ, თქვენ შობელ ძაღლებო ვიღაცები ხართ, კაცო. ტრამპს დაუჯერეთ, კაი, არ გინდა, ტრამპს დაუჯერეთ, რასაც გეუბნებათ, კაცო. მეტი როგორ გასაგებენაზე ვთქვა, კაცო. არავინ არ კითხავს, აფხაზოს და იქ რაღაცებს, აქ სხვა თამაშია, მძიმე კატეგორიის ხალხია ჩართული ხალხი. უკიდურესად მძიმე კატეგორიის ხალხი. წინააღმდეგ შემთხვევაში თეკლა რა ვიცი ერთმა დაიფაროს კაცო. არავის არ ვაშინებ კაცო. ესე ეგონა ბევრ ჩვენზე ძლიერ ერებს. დავით ფაქტი ესეა რომ 47 მილიონიანი უკრაინა 18 მილიონზეა ჩამოსული კაცო. იმდენად ჩამოვიდა რომ 350-იანი დეპუტატების შეცვალე დაიყვანეს, ანუ კანონში მიიღეს ცვლილება რომ აწი აღარ გჭირდება 350 დეპუტატი. იმიტომ რომ მაგდენი აღარა ვართო და 250 ჩამოვიდნენ. კაი ცხოვრებიდან ჩამოვიდნენ? მაშინ ჩვენ რას ვეთამაშებით? აი რა ცეცხლს ვეთამ, რატო კომპლექსი გვაქვს რამე? და ვინ ახარ შენ რომ? შენ ყველაზე დიდი 80 წლამდე იცოცხლო და მე ნახო მოკვდე, ხო? და რო არ დაბადებულა იმას რას ეუბნებით, კაცო? რო
ლობჯარიაში შემეშინა თუ იმ რა ქვია ეგ მაჭავარიანის ამის ეს არის გამართლება ჩვენ ესე გო ჩვენი წითელი ხაზია ვინ კითხავს შენ რო აწესებ წითელ ხაზს ვინ ახარო რამდენი დივიზია გყავს ვაფშე დივიზია რამდენი გყავს მე არ ვიცი თქვენ როგორც სამხედრო პირი გყავს საერთოდ 4 და სამხედრო კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს მაგაზე ხა რომ ვილაპარაკოთ ძალიან შორტავად მაგრამ ვიცი ძალიან მცირე მდგომარეობაში ვართ მაგ მხრივ გეტყვი სანქცირებულები ვართ კაცო ჩვენი იარაღზე გეტყვი 4 ბრიგადა აქედან ერთი არასრულად დაკომპლექტებული 3 დაკომპლექტებული всё ეგ არის შენი გაწი გამოწვი მობილიზაციის შემთხვევაში ჯურამ კითხვა 40000-ზე არა დიხარ 70000-ზე ადიხარ და რა არის 70000 თანამედროვე ომში არაფერი პიკ აი ეს არის არაფერი ვაფშე ჩვენი წითელი ხაზია კაცო ვინ კითხავს შენ ან წითელ ხაზებს როვლებ რამე ძალა გაქვს რამე ავტორიტეტული ქვეყანა ხარ ფუნქცია გაკისრია რამე თუ რავი ხა თუ შემოწარწყდება რეგიონში საკითხები ხა შენ ვარ შეგეკითხო რამე წარმოადგენს ეს ქვეყანა რა წითელ ხაზებს მივლებ აქ კაცო ქვეყანა ყოფნა არ ყოფნის საკითხია ყველაფერს თავი დავანებოთ დემოგრაფიულად კაცო თავდებით ხვალზე გაღარ იქნება ქართველი დამთავრდებით კაცო წამოვლენ მე შავტუხა ბავშვები თქვენ მაგაზე არ იდარდოთ უყვართ სამსამი ცოლები კაცო იქა წითელი ხაზია რა დედის შენისაა რა გავლებული გამივლო წითელი ხაზი ეხა თუ იმე ელოდებოდა აქა ჩემგან რაღაცა პერსპექტიული რაღაცა მე კი არა პრემიერ-მინისტრო ვერ მოგცა წიურ გამოსვლაში იმდენად ტრაკისკენაა საქმე კაცო ეხა კამერას გავთიშავ ბატონო პატა კომენტარებში მინდა ვუპასუხო ადამიანებს და ვუთხრა მაყურებელს და მსმენელს რომ აუცილებლად ეს სრულად როგორც ყველა უკვე ჩემი ლაივები იჭრება თავი მისალმება და დასასრული არ უნდა იყოს რაღაცა უშნოდ მოჭრი თავს ბოლოს და სრულად აიტვირთება როგორც Facebook-ზე ესე YouTube-ზე უკვე დავიწყე ეგეთ ტენდენცია და ყველას ვავრცელებ აბსოლუტურად იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ კომენტარში ყველას არ აქვს TikTok-ი და ვერ უსმენს ან ქვიან შემოვიდა და რაღაც კითხვები გქონდათ და არის ისეთი კითხვების დაისვა ბატონო პატა რომელზეც თქვენ უკვე ნასაუბრები გქონდათ და თავიდან აღარ მოგიტრიალეთ რომ მაყურებელს კი აინტერესებს მაგრამ ჯობს თვითონ უყუროს მე Facebook-ზე ვიდრე თქვენ ერთ და იგივე ადგილი გატკეპინოთ და ერთ და იგივეზე გასაუბროთ მე მინდა განცხადება გავაკეთო უყურე შვილები ძმის შვილები ჩემი ძმა რავი ყველანი არიან თითქმის 50 წელზე მეტი ვაფშე შვილები და შვილიშვილები საერთოდ ფიზიკურად არ არიან ნამყოფები აქ კაცო ხო და ანუ ამ ქვეყანაში მე მაკავებს მეუღლე და დედჩემი საფლავი ბიჭო ვერ მივდივარ რატომ მივდივარ იცი შინაგან ისეთი განწყობა მაქვს რომ ახტის სუგა ესეთ სიტუაცია და გარბი ხარ ეხლა მეატო რაღაც შინაგანი აი რაღაცა რავი არ შემილია რა აი კაი ცხოვრება რო იყოს აუცილებლად წავიდოდი აქედან რა მართლა გეუნები რა იმიტომ რომ ხა შვილიშვილებთან მინდა ყოფნა ეხა ფოტო რო ისიცადებს ხო მინდა რომ კადეტებში გადავიყვანო სამხედრო ქირურგი უნდა რომ გახდეს ბავშვი და მინდა დავეხმარო ვერ გავდივარ ამ ქვეყნიდან არ შემიძლია ბიჭო რა მგონია რომ აი მე რო იქ ვიყო აი ზედმეტად კიდე ერთ სიტყვას ვიტყვი ვიღაცას აი გონზე მოვიყვან ან სხვანაირად შეხედავ სიტუაციას ხო ბიჭო რა ვიცი აი რატო იცი ვიღაცამ არ ჩათვალოს რომ არაფერი მე აქ ინტერესი აღარ მაქვს გარდა ემოციური სიყვარულისა ეხლა გესმე კითხვაზე კომენტარებში ერთმანეთს პატივი ეცით ძალიან გთხოვთ ბატონო პატა თუ კაი ადგილია ჩვენს წაგვიყვანეთ თუ კაი საქმეზე მიდიხართ ბიძია ბაბუაო მადლობა განტვირთვისთვის და ესეთი იუმორისტული კომენტარის დაწერისთვის მსმენელს იმიტომ ძალიან რთულ თემაზე ვსაუბრობთ ბატონო პატა ცოტა რაღაც დოზით სადაც ამდენი ვისაუბრეთ კრიზისზე იქ სადაც უკვე მართლმადიდებლობასთან ბრძოლა მიდის ფაქტიურად იმიტომ რომ აი შემოყავთ მასიურად უცხოელები არაბები განსაკუთრებით და
რაღაც დოზით მინდა მეჩეთების თემაზეც ისაუბროთ, როგორ აი ახსნათ ამდენი მაყურებელია 447 ადამიანი გვიყურებს. შენიდან 9400-ია ჯამში ბატონო პატარა ეს ცოტა არ არის მსმენელი, ვებ ტელევიზიას შეეხარბება ხოლმე ხანდახან ეგეთი მსმენელის რაოდენობა და მინდა აქ ეს პოზიციაც დააფიქსიროთ. მეჩეთების მშენებლობაზე რა უნდა ვქნათ, რომ ანუ ადგილობრივი ვინც არის ვინც ჩვენთან ერთად ორგანულად საუკუნეების განმავლობაში ვისაც უცხოვრი ამ ეთნიკურ ჯგუფზე არ გვაქვს საუბარი, ვინც არ უნდა ამოჭრას კონტექსტიდან, მაინც ვერ ამოაგდებს ამას, რომ მე ვსაუბრობ არა ეთნიკურ ჯგუფებზე, არა მათზე, ვინც ჩვენი სისხლად და ხორცად იქცა საუკუნეების განმავლობაში. ახლაც შემოსულზე მაქვს საუბარი. რას ფიქრობთ, ამაზეც მინდა რომ გააკეთოთ განცხადება, რა გავაკეთოთ? უბრალო მოქალაქე, ბატონო პატა, ჩვენ ხედავთ რომ არ გისმენენ პოლიტიკოსები, სამსახურიდანაც გამოგიშვეს, ხან გიჟათ მოგნათლეს, ხან რა, გავიგეთ, მაგრამ ჩვენ უბრალო მოქალაქეებმა რა უნდა ვქნათ, რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ, ისე რომ არც ეთნიკურ და რელიგიურ შუხში არ დაგვადანაშაულონ და რაღაცა ფორმა ხო შეიძლება რომ მოვძებნოთ. თქვენ ხო არ გიპოვნიათ რაღაცა მსუბუქი წერტილი მაინც, თუ კი სიღრმისეული არა რაღაცა გამოსავლის ამ ყველაფრიდან. ეგლა უყურე მე ვაქცევ ქალბატონი ხატიას მოგიმეებს ყურადღებას. რავი, რაც შემილია, მე რა შემილია ხა 60 წლის კაცმა, რავი, ხალ ლოცვებში მოიხსენიები, ღმერთო ძალა მიეცი ამ ბავშვს რაღაცა მეტი მე ხო და უყურე ერთ გეტყვი რა, დაღლიან ყველას. მაგ სირბილით დაღლიან, მაინც ააშენებენ და გეტყვი რატო. ქვეყანა არის უპატრონო. დაგდებული ქვეყანაა. ნუ რა ხო ყველა მე არ ვაკეთებ ანალიზს, მე გეუბნებით მოცემულობა რაც არის კაცო. პატრონი ამ ქვეყანას არ აყავს. ქვეყანა არ არის სუვერენული ქვეყანა. დედამიწის ზურგზე არ არსებობს სუვერენული ქვეყანა. არც ერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე სუვერენული ქვეყანა არ არსებობს. ეს ამათო მოიგონეს რაღაცეები კაცო. უყურე ამ უპატრონო ქვეყანას, სუსტი ქვეყანას, უავტორიტეტო ქვეყანას პირდაპირ არის მართული ბრიტანელებისგან. დღეს გარდაბანში დაგიწყეს ეგა, რაღაცა ვირეშმაკობა, მითო მინარეთიო, მე კი კაცო, ახლა ამათ დავაჯარიმებთ, ეს როგორ გაბედესო კაცო, რას მეუნებით კაცო, სახში აგე რა ის ფანჯრის გაკასკვა მინდოდა და ის დამაზგა თავზე. მე რო გაიგო თამუნაკალაძეო და წავიდა. ხო, მაგრამ მაინც მივედი დავწერე გავაფორმე რაღაცა ადმინისტრაციულ რაღაცა სამართლებრივად. თქვენ რა გონეთ იმათმა არ იცოდნენ რომ ის მინარეთი დაადეს? თუ ხატია რო ჩავიდა მაშინ გაიგე დედა ეს რა ხედავ ამ ჩატლაკებს რა გაუკეთებიათო კაცო, არა ეს არ გონიათო კაცო. გადის დრო ჩადის მეორედ და ვინ დაკვდათ იქა? მოადგილე რომ არაფერი მომარებაში იყო, არა ადეკვატური იყო. და იმას ვინც დაკვდათ კაცო იქა. ანუ უყურე იმისგან კინო გიტყდებათ ვინც იქ მინარეთს აკეთებს. შენ ქართველს მოსთხოვე პასუხი. იქ ვინც მაგასვამბო ბატონო პატა, მე ჩამოსulis პრეტენზია არ მაქვს. იმას შენ მიეცი უფლება, ჩამოსuliსაც, დაფუძნებისაც, მოქალაქეობაც შენ მიეცი, ბინადრობაც შენ მიეცი, მიწაც შენ მიყიდე. მე მაქვს პრეტენზია ხელისუფალთან, რომელიც დროებით ავირჩიეთ და დროებით 4 და 5 წლით არჩეულმა არ უნდა გამყიდოს საშვილიშვილით. ეგლა უყურე რატო გეუბნები? გარდაბნის პრობლემას გადაწყვიტა ავთ. აგერ გურიაში აღმოჩნდება. ახლა წამოიგავიქცეთ. მე უსვათ გაიხედავ და კაცო ეს გარდაბნის პრობლემა, თუ მოგორებული არ ყოფილა. ახლა კიდე გავიქცეთ, ახლა იქ ჩავდგეთ. ესე არ წყდება ეგ პრობლემა. რასაც მე ვამბობ. მე უყურე ყველაზე მთავარს გეტყვით ახლა აქ. როგორც თქვენ აგაქვთ მიშვებული ეს ქვეყანა, ქართველებს ესე ვთქვათ, ხო? შენ ხდები უკვე საფრთხეს შენი მეზობლებისთვის და გეტყვი რატო? ის კატეგორია ხალხი, რომლებიც აქ ჩამოდიან და ყიდულობენ, არ მინდა დავახალ, ყველა მიცით ვინები ჩამოდიან. რატო ხდება საფრთხე?
იმიტომ რომ აქ მე ამ ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება შეიქმნეს ჯაბხატა ნუსრა, იგილი, ანუ არა ტერორისტული ორგანიზაციები მიდრეკილება საითკენაც აქვთ მაგ კატეგორია ხალხს. ამიტომ შენი სამეზობლო უკვე გიყურებს არა ისე როგორც საქართველოს, არამედ როგორც წყაროს საიდანაც შეიძლება საფრთხე წამოვიდეს, კაცო. იმიტომ რომ აქ ფეხი მოიკიდა, მეჩეთები იქნება, მე კიდე ერთხელ გეუბნები, მე რომ მუსლიმი ძმები მყავს, ეხლავე ხას ვამბობ. ბევრს არ აკავს საქართველოს, ბოლო-ბოლო აბტი ალუდინოვი არის ჩემი პირდაპირი ძმა, კაცო. ამიტომ მე ვერ დამწამებს მაგას, კაცო, ბოლო-ბოლო ბატალიონში მყავდა, ჩემი ძმები იყვნენ. მაგრამ მაგაზე არ არის ლაპარაკი, ყველა კარგად ხვდება ხარ რასაც ვამბობ, კაცო. ეს ხდება უკვე ყველა მეზობლებისთვის დიდი საფრთხე, კაცო. იმიტომ შენ უკონტროლო ქვეყანა გავს. შენ ის ქვეყანა გაქვს, რომელსაც უკვე შენ ვეღარ გააკონტროლებ და რატო? შენზე დიდი ქვეყნები, შენზე დიდი რესურსებიანი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ტექნიკად მეტი აქვს, შენზე რიცხობრივად ბევრი არის, შენზე დიდი შეიარაღებაც აქვს, მაგრამ არის უბნები, სადაც ვერ შედიან, კაცო. ამიტომ იმის თქმა რომ აქ, რა ქვია, შენ უკვე მეზობლებისთვის გახდები სახიფათო. ესაც გეგმა ზომიერად მიმაჩნია, რომ აქ მეჩეთებს ხსნიან, მე რაღაცო დაუშვათ შიიტების ორგანიზაცია იქნება, მე აქ სუნიტების, ალავიტების, მე ერთმანეთში კონფლიქტი იქნება, აქ მთელი პროცესები დაიწყება, კაცო. ესე ხდება არ სხვანაირად, ისტორია გვეუბნება, რომ სხვანაირად არცად არ ხდება, კაცო. სადაც ესენი იყრიან თავს, მე ეგეთი რაღაცები ხდება. მე არ გეუბნებით, კიდე გეუბნებით, მე რაღაცა ჩემ ანალიზს, მე უკვე გეუბნებით მოცემულობა, რაც უკვე ხდება, რაც უკვე ჩვენზე ძლიერ ქვეყნებში ხდება და იქ უფრო ჩვენზე ძლიერი ხელისუფლებები ვერაფერს ვერ გაკეთებენ. ერთმა სტატიამ, აი ეს რაღაცა ის საფრანგეთში რომ დაწერდა რაღაცა შარლ ებდოა თუ რაღაცა. ნახე რა გამოიწვია? ერთმა სტატიამ. და ეგეთ რაღაცები ხდება მეთქი, კაცო. ამათ იმათი სოციუმი, იმათი ინტელექტი, იმათი განათლება საერთოდ ეგეთია, კაცო. ასე რომ, რა ვიცი, მე ეგაც ასე მგონია, რომ მიზანმიმართულია ეს ბრიტანელებისგან ეს რაღაცეები. რომ ქართულ კაცში ის ჩაკლან რა ესეც ერთ-ერთი ომია კაცო ეკლესიის წინააღმდეგ. იჭერდი რა არის მის ხმა? როგორ არის მის კაცო? ალო? დიახ, ბატონო პატა, ისმის კომენტარს პასუხობდი და ამასობაში ხმის ჩართვა ვერ მოვასწარი ჩემი, რომ მეთქვა პასუხი. ისმის? დიახ, ისმის, კი ბატონო. всё. ამიტომ ეგაც მიზანმიმართული მგონიათ ეკლა. ესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ის მგონია, ეგ ამდენი შემოტანა, რა არის რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გაუთანაბრდეს რაოდენობით. ხდები, რა ვიცი, მე ესე უყურებ. იმიტომ ესეთი განათლება მაქვს რა, სამხედრო განათლება ესეთი მაქვს, ვერ უყურებ ესეთი ჰუმანიტარული რაღაც თვალებით რა. აი ესე უყურებ რა და არ ვიცი გამოსავალი როგორ უნდა იყოს. რა ვიცი, რა გითხრა ბატონო. რაიმე საიმედო სიტყვა დაგვიტოვეთ ბატონო პაატა და უკვე წავიდეთ დასასრულისკენ, თითქმის 2 საათი ხდება რაც მე და თქვენ ახლა საუბრობთ და საიმედოს არ დაგიტოვებთ კაცო. ყვირა ელოდები რაღაცა გიჟი არ იყოთ კაცო რა. აი საიმედო რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ, კი ბატონო, 1000%-ით გეთანხმებით ამ ყველაფერში. აუცილებელია გავიაზროთ, დიაგნოზი თუ არ დაისვა, მკურნალობა ვერ დაიწყება, თუ კი არ გავიაზროთ, არ უნდა ძალიან ბევრს არ უნდა იმ რეალობის მიღება, რაშიც ვართ, მაგრამ მადლობა იმ ყველაფერთვის, რაც ისაუბრეთ. კიდევ მე ერთი გამოსავალ ხედავ, რომ რა ვიცი, როგორმე გადავლახოთ ეს ერთმანეთის სიძულვილი, სხვა გამოსავალი ჩვენ არ აქვს. მართლა არ აქვს გამოსავალი. და ბიჭო, რა ვიცი, ჩვენ ისევ ისტორიულად ღმერთმა
მოგცა ისეთი ინსტიტუტი, ესეთ აღარ თანამედროვე სიტყვას ახლა ინსტიტუტს ეძახით, მაგრამ არ მიყვარს მე ეგ სიტყვა. არის ეკლესია, სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს, ნუ ამ ხელისუფლების იმედი კაცო. დაჟე მეც გეტყვით რა, აი ეს თეკლა, დაჟე აი კონსერვატორებიც რო იყვნენ ხელისუფლებაში, არც მაგათ ექნებათ გამოსავალი, ისეთი სიტუაციაა. სხვა გამოსავალი ჩვენ მაინც არა გვაქვს თეკლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე რაც გითხარით, ეს გარდაუვალი პროცესია კაცო. გარდაუვალი პროცესია, ისეთი რაღაცები იქნება, რა ვიცი. ძიმია სიტუაცია, თუმცა ამას გეუბნებოდით, რომ ყველაფერი იქნება უკრაინის მერე იწყება, რაც იწყება. ყველა შემთხვევაში ეს და გიხედავთ აგერ რა, ყოველ წუთს ველოდები რაღაცეებს რა დაწყებას. აგე ააფეთქეს რაღაცეები ირანში უკვე და არ ვიცი რა, თეკლა რა გითხრა. რა ის გინდა თუ არ გვინდა ჩვენთან გავლენას მოახდენს, იმიტომ რომ ძალიან არც ისე შორს ვართ ხალხო იმ ყველაფრისგან. ეს უნდა გავიაზრო. აჰაერო სივრცით რო გაჭიმო ხარ 600 კილომეტრი კაცო. 600 მეტი კი არ არის, 600 კილომეტრია კაცო. გვიწერს ვინმე წითე კომენტარებში ერთი ირანის დედაც ვატირეო. კი ბატონო, მაგრამ როცა შენ გავლენის ზონაში ხარ და გინდა არ გინდა შენზე შესაძლოა ამ ყველაფერმა გავლენა იქონიოს ბატონებო, ვერ იტყვით ეგრე. არ არის ეგრე რა ჩვენ ჭკუაზე, ჩვენ ვართ რუკაზე წერტილის ზონის. თეკლა, სულ არაფერი არ მოხდეს, შენ ხარ 1,700,000. всё. საქართველოში დაფიქსირებულია, აღწერა თუ დაუჯერებთ 3 მილიონი რაღაცა. ანუ შენ სულ ცოტა 1-5 წელიწადში ხარ უკვე უმცირესობაში. შენ არ იმატებ, შენ იკლებ. შენ ამ ქვეყნიდან გადიხარ, კი არ შემოდიან, კაცო. შენ რო გადიხარ, სხვა შემოდის. სრად გინდათ თქვენ ომი და უბედურება? თქვენ თვითონ, კაცო. ჩვენ თვითონ რა თუნდა ამას ომი, კაცო. ამდენს არ ფიქრო, ამაზე ტრაგიკული რაღაცა თქვი და ამან ირანის დედაც ვატირე, ხო, რა ვიცი. ატირე და იყავი, კაცო. აი ესე კომენტარში დაგვიწერეს და სრულებით ვეთანხმები, როდესაც თუ კი ტოლვილების შემოდინება დაიწყებაო გარშემო სამეზობლოში ხალხმა არავინ არ შეუშვებს, არც ერთი ქვეყანა არ შეუშვებს. ჩვენ ვიქნებთ ყველაზე მოწყვლადი ამ სიტუაციაში. ჩვენთან მოხდება ეგ ყველაფერი და ატირებულ ბავშვიანს და ქმარმოკლულს და შვილმოკლულ დედას არ შემოუშვებს საზღვარზე? აი ეს უნდა გავთვალოთ ეს რეალობა. იქ რომ რაღაც დაიწყოს, არ შემოუშვათ თქვა საჯიშე კაცები. შვილ ბავშვიან ქალს არ შემოუშვებ ტოლვილად? აქ არიან უკვე. აქციებს გიწყობენ უკვე. კი ბატონო საელჩო. გიწყობენ ეს ხალხი, კაცო. უკვე აქ არიან, ალო, გარაჟ. იბანოტი ნაროდ, они уже тут. ისინი აქ არიან, კაცი იმ 12 დღიანი ომის დროს შენნა გენახა აეროპორტში რა ამბავია და დღესაც გადი კაცო აეროპორტში ნახე რა ამბავია. რატო დამას ტოლვილები? იდიოტ. მე ხე იმას კერო ვინც დაწერა ეგა კაცო. თავზე არა იყოს. რას ზოგადად ამბობს და მესმის კი ბატონო. აი ჩემი. რავი, ეგ ესია, ხა რა ვთქვა, რა გითხრათ კიდე სხვა. ერთადერთი გამოსავალს მე ვხედავ, კიდე ერთხელ გეუბნებით, ბიჭო. და ის კიდე ერთხელ ვეუბნები, დროზე დაალაგეთ კაცო, რა დასალაგებელია, ხვალ ეს ფანჯარა დაიკეტება კაცო. დაიკეტება და ისე დაიკეტება, რომ მე რა ვიცი, ჩემო ძვირფასო ძმაო, ესე მიმართა კაცო არაბის პრინცმა. რავი, ესე მიმართა და ლავრომაც არ დააყოვნა, კაცო, ჩვენ ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ისტორიაში არ გქონიაო. რავი, ესე თქვეს. რავი, თქვეს. ხელზე კი არ ამბორა. ოროსანი ბავშვები ვით კი არ იდგნენ, კაცო. რავით. და არავინ თქვენ გულისთვის ატომურ ქვეყანას ომს არ დაუწყებს, კაცო. გაეფშტენიზებულ ქვეყნის გამო არავინ ომს არ დაუწყებს. პირიქით ამის იმედზე არიან ის შენი მუსლიმანური სამყაროც.
რო იცოდეთ ისე. რა ვიცი, თქვენი ეთება, კაცო, რამდენიც გინდათ იგინეთ და იფურთხეთ. რა ვიცი, გავა 5 წელი და მერე გეტყვით, რა კარგელა ესე დაგიდა. რა ვიცი, ნახოთ. ბატონო პატა, ქართველი თუ დაგჭა იმ 5 წელში საქართველოში ერთი მაინც ვინც მერე ეგ არის ყველაზე ტრაგიკული არის ეხლა ეგა, კაცო. ყველაზე ტრაგიკული არის ეხლა ეგა. რას მეუნებით? კიდე გეუბნები 1700-ს გამოვაკელით, კაცო, ის რა ქვია, პენსიონერები. გამოვაკელით, კაცო, ეს შეშემე პირები. ქალები გამოვაკელით, კაცო. რამდენი ხარ დაჭერილი მეომარი? ლიბერასტი გამოვაკელით, რომელიც პირიქით იქით გადავა, კაცო, იქით მხარეს გადავა, შენ მხარეს კი არ დადგება, კაცო. ის იმ წუთში სხვა დროშას აწევს, კაცო, პროგრესულ დროშას, ეპშტეინურს. შენ რამდენი ხარ შესაცხარო დარჩენილი? Вот как-то так, командир. ძალიან ძიმე საუბარი ხონდა დღეს აღამოს ბატონო პატა, მაგრამ რეალობა ეგლა ყველა მიცის ეგა. მე უბრალოდ რა არიცი? ხო იცი მახიჯი სარკეში ოჩაიხედება და სარკეს რო ამტრევს. თითქოს სარკის ბრალი იყოს რა, რომ ეს მახინჯია. ამიტომ ესე ვქნათ, კაცო, გონზე მოვიდეთ. რა ვიცი მე და გადავხედოთ თუ გინდა ასე გეტყვით, კაი, როგორც თქვენ უყვართ ამ ქართველებს, ცუდსა და ნაკლებ ცუდს შორის არჩევანი გავაკეთოთ. უსაფრთხოების გამო, ქვეყნის გადარჩენა, შენ რომ გადარჩე მაგის გამო, კაცო. შენ რომ ფიზიკურად გადარჩენ ამ ქვეყანას კიდე საქართველოს ერქვას, აი მარტო მაგის გამო. Вот так. ავედი ხა. სტუმრობისთვის 22 საათი. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ 2 საათი გავკაჩეთ ბატონო პატა, საკმაოდ დიდი რაოდენობის მაყურებელით, 400-ს გადავწვდით რამდენჯერმე, 10300 იყო გარედან მაყურებელი და მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, არ იყო საუბარი რაღაცა აბსურდულზე და ისეთზე, რაც არარეალურია და ამ რეალობაში, ამ მოცემულობაში, რაც არ გვიდგას წინ პრობლემად, ისეთზე არაფერზე გვისაუბრია. გაგვეცი პასუხი და ლიკა, რაზე გაგზეთ პასუხი მითხრა დაიკო. ქალბატონო. დაბადებას რით მივეშველოთო ჩვენო, როგორც რამდენჯერმე დაწერა. თეგლა უყურე პრემიერის გამოსვლის მერე, აი ხა ჩემი ეს არის პროსკრიპტუმ. როგორ ენა მოგიტრიალდებათ და ახალგაზრდებს ეთქვით, რომ საქართველოს არ დატოვოთ. აი როგორ რა ნამუსით უნდა უთხრათ. კარგად იყავით. ნახვამდის ბატონო პატა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.